გაუცხოებას არ აქვს ადგილი მაგალითად გერმანელისთვის საფრანგეთში, ფრანგისთვის გერმანიაში. მაგრამ ჩვენ სრულიად განსხვავებული ვართ, ჯერ ერთი ყველაზე განსხვავებული ჩვენ რწმენით და კულტურით ვართ, ესე იგი, კულტურა, აი, რაც ქართულ მშენებლობას, სულიერ ინტელექტუალურ მშენებლობას ახასიათებს. კულტურა ხო შენობას ნიშნავს. და ყველა ქვეყანას თავისი შენობა აქვს, ყველა ეთნოს თავისი შენობა გააჩნია. ხო და ჩვენი შენობა ვერ ვეწერებით ჩვენი შენობით ევროპულ შენობაში. მიხვდებით რას გულისხმობს ეგ შენობა, არაპირდაპირ გაგებით, ეგ სულიერ კულტურული შენობა, იმიტომ რომ სიტყვით ლათინური სიტყვა კულტურა შენობას ნიშნავს, შენებას. და ჩვენ გვაქვს აშენებული არა მარტო ჩვენ ყველა ქვეყანას, ყველა ერს აქვს კულტურა. არავინ არ არის უკულტურო. გერქვას ადამიანი ხარ კულტურის წარმომადგენელი. ესე იგი შენებლობა გაქვს, მაგრამ მეორე საკითხია, როგორია შენი შენობა? აი კულტურებს შორის განსხვავება არის. უკვე როგორია ნაგები, აი ეს ინტელექტუალური, თქვათ, ესე სულიერი, მატერიალური, ყველაფერი ერთად აღებული კულტურა რო ქვია. ხო და ჩვენი კულტურით ვერ ვეწერებთ. აი ფრანგები ეწერებიან, გერმანელები, ინგლისელები, იტალიელები ეწერებიან ერთმანეთში. მათი კულტურა მსგავსებას ადგილი აქვს, როგორც არქიტექტურაში. მე რწმენა, ევროპული ის მაინც ასე თუ ისე აერთიანებთ ერთი შეხედულება ღმერთზე, ხო, ევანგელისტური რეფორმაციის ხანა რო დაიწყო. და დააკვირდით როგორ ვითარდებიან, მხარდამხარ ვითარდებოდნენ, ხო, მაგათ მძიმე მრეწველობაც, მსუბუქიც. მით უმეტეს ახლა გლობალიზაციაში შევიდნენ, ინტეგრირებული არიან და ერთი სავალუტო ზონაა და ბევრი აერთიანებთ. შიკატაშიკ ბევრი ვერ ამაღლდა ისეთ დონეზე, რომ ზოგად გლობალურ ცნობიერების ინდივიდად წარმოადგენოს თავი და მაინც ხვდებიან ჩაკეტილი ცნობიერების წარმოადგენელი, მაგალითად ნაციონალისტი გერმანელები. გერმანიის ტერიტორიაზე გერმანისთვის მიუღებელია სხვა ადამიანი რა. კიდაც 100 წელი იცოცხლო, კიდაც 200 წელი ცხოვრობდე, არ ჩაგწერს თავის კანტორაში. არა, გერმანელი არ ახარ შენ, მორჩა. გამოკვლეულია იმით, ამით კი პატივსაცემ ცხოვრობ და ცხოვრობენ მან 100 წელი, 200 თურქებიც არიან, მაგრამ მეორეხარისხოვანი თითულება ეს. არ დაგდებენ, არ კლავენ, მაგრამ აშკარად ისინი არ არიან ჩაწერილები. აი, ნახეთ როგორი ნაციონალური შეხედულება გერმანელის პრეტენზიული. ფრანგიც ესეთია ზუსტად, ესპანელი არის ზუსტად ესეთი, ნაკლებად იტალიელი, მაგრამ მაინც მათაც ახასიათებს ეგ და დააკვირდით, აი 4 ნაციონალური შეხედულების პიროვნებების მართ ბევრი საერთო აქვთ. აი, ამიტომ არიან ისინი ერთად და ერთად ვითარდებიან. უკვე აი ჩვენც ნაციონალური იმის წარმოადგენლები ვართ ჩვენც, არანაკლებად ვიდრე გერმანელები. ჩვენც ვერ გვგუობთ სხვა ერის წარმოადგენლებს, არ ვეჩხუბებით, მაგრამ შინაგანად ჩვენ ანტაგონიზმში ვართ, თქვათ, ადგილობრივი სომხები, ადგილობრივი აზერბაიჯანელი, ადგილობრივი ოსები, ვინც არ უნდა იყოს. უბრალოდ ამას არ ვიძახით, ხო? ეხლა მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ დიდად არავის არ მან ცხოვრობდი, მან გავიზარდი, მან ვისწავლე, მან ჩამოყალიბდი ყველანაირად, ხო? ქართული კულტურა, ქართულის შესწავლილი მაქვს, რო არ მქონდეს შესწავლილი და წაკითხული ქართული ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, რაც არის. მაშინ სუფრიდან ვიქნებოდი, მეც სუფრის ცნობიერები მექნებოდა და არ არის ესე. მე ჩაუნჯექი, შევისწავლე, გამოვიკლე და ჩემდა სამწუხაროდ ბევრი რაღაცა გადავაფასეთ. გადავაფასეთ, ხო? სამწუხაროდ იმიტომ, რომ მე გამოვემშვიდობი აი ქართულ სიყვარულს, მე რომ ინფანტილური სიყვარული დავარქვი თავის დროზე და მე იმიტომ მიყვარდა ეს, რომ უცოდინარობის გამო მე მეგონა რომ ჩვენ ვიყავით ყველაფერი და რო კარგად გავიკო ამოვიკლე და შევისწავლე ეს, რომ არ ჩვენა ვართ აი ესეთი ძალიან მოყვარული, თქვათ, უცხო ხალხისა. რა გერმანების გვიკვირს გერმანიის. გერმანიაც არ გიждდება, არც ფრანგი გიждდება და არც არავინ არ გიждდება. არც ფინელები გიждდებიან სხვა ტიპებზე. გამონაკლისი არის, სადაც ეს არ შეინიშნება, ეს არის შტატები და კანადა. ამ ხრივ ეს ორი უნიკალური ის არის დედამიწაზე. აქ შენ გრძნობ თავს მოქალაქედ. აქ მეორე ხარისხოვანი არასოდეს არ იქნები. აქ ინტელექტი გააქვს დამთავრდა. შენი ენა რაღაცა არაფერი პრობლემა არ არის ეგ, გინდა იმათ ილაპარაკე და გინდა შენი ამბავი ეგ, რომელი ენითაც შენ სამსახურში წინსახვალ დაიტოვე თუ გინდა ეგენა. ხო და ქართველები, როცა ჩვენ ამდენს ვტრაბახობთ, რომ სტუმართ მოყარე ვარ და მაგრები ვარ და რა, კაცო, გერმანელი არ არის ესეთი და ფრანგი და ისენი და შენ როდის გახდი ასეთი, მით უმეტეს ნაციონალური რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპეციფიურად განსხვავებული ქართული. აი, ეხლა მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ზეიმობს კვირას აღდგომის დღესასწაულს. რატომ უნდა გამორჩეთ ჩვენ როცა ევროპის სტრუქტურებში შევდივართ? ეს ახირება რა არის? ვერ გავიგე, მანდამაინც ამ ხრივ რუსებთან დავრჩით კვალდაკვალ და რუსები და ჩვენ და კიდე ერთი ორი მართლმადიდებელი აღნიშნავს ერთი კვირის შემდეგ. აი ეს ხომ არის რაღაც, აი არ მინდა შენთან ყოფნა და შენ ჯინაზე, იცი რა, იდენტიფიცირებას არ ვახდენ და განსხვავებული უნდა ვიყო. ხო, ასევე აღდგომა, არ ემთხვევა, შეიძლება ორი აღდგომა იყოს, ორი შობა იყოს, ხო, არ შეიძლება, ხო? თუ ევროპელებისკენ მივდივართ ჩვენ და ცნობიერება, მაშინ ცე ბევრი რაღაცები, მოდი ფორმალურად მაინც ავიღოთ ხო ამით.
რატო არ აკეთებენ ამას? აი, რა დაშავდება ამით, ესა ცოდვაში ჩავარდება ქართველიერი, მაგალითად, აღდგომარო ხლა 8-ში აღნიშნოს თუ რა. რა დაინგრევა ამით ესა სტრუქტურა მაგ სახელმწიფოსი? რა დაიღუება იმით, რომ აი წვერი გაიპარსო და რა, ამით რა დაიღუება და საერთოდ რიტუალები ბევრი ვარი თქვა, რაც ძველი აღთქმედან არის და რაც ევროპასთან დაგვაახლოებს. გავამარტივოთ და ისეთი გავხადოთ. მოკლედ, რეფორმაცია რატომ არ შეიძლება მაგალითად საეკლესიო ორგანიზაციისა ჩემამდე არ დადეს. რა, ათეიზმს ხო არ ქვადაგებთ კაცო? ჩვენ გვინდა ევროპა? ყველა ქართველი ხო ამას იწახის. როგორ უნდა დაждდეს ჩვენთან გერმანელი, ფრანგი, ქართველი მართლმადიდებლი, აი წერიან ყურებში რომ ბანლები აქვს და უაზრო რაღაცეები აქვს და ქართული გაუთხოვებელი. ის ხომ გერმანულს არ აწובה კაცო? ჩვენ თუ შევდივართ იმ ოჯახში, ოჯახი არის მართლეიგა და ერთ-ერთ წევრად ჩვენ სუბიექტად გვინდა ვიყოთ, მაშინ აი ჩვენი იმეებით იქ უცხო იქნებით რა. უცხო ყვავით ვიქნებით. წარმოიდგინეთ, შენ დაკპატიჟონ ქორწილში, შენ და თქვენი მეუღლე სმოკინგი გეცვას, თანამედროვე ტანსაცმელი თქვენი მეუღლე ჩვენ და შეხვიდეთ სადა იცი, აი ყივჩაღებში. რაღაცა ფაფახებში, იმაში თქვენ უცხო იქნებით, იცი, ვერ ჩაეწერებით. გარეგნული ფორმითაც, ყველაფრით და ჩვენ თუ ვაპირებთ და ესე აპირებენ ეს ხალხი ამას, რა გვამოხურჭებს? მე ვერ გავიგე, რას ვიძახი ახლა იმისთანა გაუგებარს, რომ ეს მეუღებელია. რატო დაიკარგება ჩვენი ენა, ან რატო დაიკარგება ჩვენი მე, რაშვაში ეგა? აქა ვარ და არ დაკარგულა არც ჩემი მე და არც ჩემი არაფერი არ დამიკარგვია მე და არაფერი არ ამიღია სულელური სხვისი. რაც კარგია იმას ავიღებ, რაც კარგია ის ზოგად ადამიანური არის და რაც უვარგისია, ეს რატო უნდა ავიღო, მე ვერ გავიგე. ზოგად ადამიანური არის მართლაც ყველაფერი სიკეთე, ყველაფერი რაც მორალურს გულისხმობს და კანადელი თუ უკეთესია და ამერიკელი ამ ხრივ, რატო არ უნდა ავიღო ეს რა, მე წავიშლები ამით? მაგრამ მის ბეცებინძურებს მე არ მივიღებ, ამიტომ დაუხვედრებ ჩემ კარგს. და იმან აიღოს ის კარგი რაც აქვს, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ და წარმოადგენელი ვარ იმ ზოგადი ადამიანური არსებისა, რომელსაც თაფუძველი დაუდო, სათავე დაუდო ღმერთმა. ადამიანი გააჩინა ღმერთმა და მე ეხლა ეს დიფერენცირება მოხდა უკვე სატანის გამო და აქედან წავიდა ილუზია იმისა, რომ ჩვენ ვართ ცალკე გამოსული რაღაცა, ცალკე რელიგია გვაქვს, რაღაც ისეთი რელიგია, რომ აბსოლუტურად ისეთი განსხვავებულია ყველასგან და ყველაზე მისაღები და ყველაზე მაგარი და თუ ეს დაგვეკარგება, ჩვენს დავიკარგებით. ტყუილი ეგა. ათეიზმს გრიალებდა საბჭოთა კავშირში და არაფერი არ დაკარგულა და თუმეტეს ახლა ცოტა ის რომ შევიდეს ევროპული სტრუქტურების დონე, ევროპელი როგორ ხედავს ღმერთს, იმას რომ ალტერნატივად როცა ავიკითხოთ, ვეკამათოთ, რომელია სწორი. რატომ მე მგონი არაფერი არ დაშავდება და აი ახლა აი ასე გაჯიუტება, გაუთავებლად აზიზიას მეჩეთი და არიქა მეჩეთი შენდება და აი თელი საგიჟეთი რო არის ახლა ეს ცოტა სხვა რაღაცა არის. ამას რა მნიშვნელობაა შენ? რას ააშენებ? რწმენასთან რა კავშირი აქვს ამას შენობებს? არაფერი. გინდა ის ააშენე, გინდა ეს ააშენე, ხა თუ რწმენა არ აქვს, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს შენობას ხო? ეს უკვე არის ელემენტარულად კერპთაყვანისმცემლობა და ქართველი ვერ გამოვიდა ამ იმიდან და ძალიან გავნაპირდით, მაინც გამორჩეული ვართ ევროპელებისაგან. ნუ ტანსაცმელს ხალხ მთელი მთავრობა რო ჩაიცმევს, რო დაუყენო ინგლისურს და მართლაც ევროპელები არიან. ტანსაცმლით იცოცხლეთ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მთავრობის წარმომადგენლები, გარეგნულად ყველა ევროპელი არის. რქები არავის არ ადგია თავზე და ვანჯგვლიანი არავინ არ არის, სუფთად არიან, კარგათაც შვიათ და სმოკინგებით არის, ყველა ახალსტუკით არის და ამ ხრივ აი ყველანაირად ვეწერებით. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები მართლაც გარეგნული ფორმით ევროპელები არიან. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რელიგიის წარმომადგენლებზე. დააყენეთ ახლა შვეიცარიელები, რელიგიის წარმომადგენლები, გერმანელები, ფრანგები, ბელგიელები, მთელი ევროპის ისინი მე ქართველები. აი არაფერი კავშირი არ აქვს, ხო? მღვდლები გაწვერებში, იქიდან, აქიდან რაღაცა უაზრო სახეებით, რაღაცა ღიპიანები, ფორმებით, ეს ჯვრები ჩამოკიდებულები, დაახეთო და იცი რა გული შეგიწუხდება. აი დადგე სპექტაკლი. მთავრობის წარმომადგენლები არიან დაახლოებული ფორმით ევროპასთან. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით რელიგიის წარმომადგენლებთან და აი ამიტომ არის ჩვენი პრობლემათ რო ჩერდება და ბევრ ხალხს ხო ეს რელიგიური ატყუებს. ცრუ ქართულ წარმართულ კულტურას თავაზობს. შენობა მეგობრებო დასანგრევია და ახალია ასაშენებელი. ჩვენ არაფერი ისეთი არ აქვს ახლა რომ თაობას წლობით გადაუნერგოთ. კარგი ახლა ის ტრადიციები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ არის გადასასინჯი. ხა ტრადიციის სიკვდილის გამო ადამიანი მოკვდება, ქართველი იქნება და იქნება, ეს ღმერთის ნება არის, ხო? იმას შეუძლია გააქროს, მაგრამ რატო ვაიგივებ ჩვენ თავს მაგალითად სუფრა თუ მაგალითად ჩვენ ავკრძალეთ თქვა და ყანწები თუ შევცვალეთ ნორმალური ქრისტიანული სასმელისაგან და საერთოდ ღრეობაზე რო ხელი ავიღო და 8 საათი 34 სადღეგრძელოს თქმას რო სუფრაზე თუ დავიყვანთ ამას 2 და 3 საათი ეს რატომ დაკარგავს ეს კულტურა არის? ეს რო გადავაგდოთ ახლა მაგალითად მე ყანწი დიდი ხანი აღარ ვსვამ. მე რა უკულტურო ადამიანი ვარ? ქართველი არა ვარ? ხო ვსვამდი მან ყანწებით, ჩაინიკებით. ეგ ქართველობა არის?
მე არ ვიტყვი ასეთ რაღაცეებზე და ეს ველურული რაღაცა გამოხტომები, ყანწები და ჯიხვები და რწყევამდე დალევა და კაინდა თუ არა კაცებ, უნდა არწყევინო და დილამდე 32 სადღე გრძელო ბლოკნოტში ჩაიხედავ და კონსპექტით ისა. ეს აი რა კავშირში არის, კაცო, აი თუ ეს კულტურა არის, აი ამაზე ვარი რატო არ უნდა ვთქვათ იცით და ჩავასწოროთ ეგა და თანამედროვე ახალგაზრდამ თავისი კულტურა, მშენებლობა უნდა წამოიწყოს, ხო? ეს რატომ არის გაიგივებული, ვიმეორებ ესე მტკივნეულად ქართულ ყოფა არიქა თუ ეს არ გვექნა ჩვენ, ავკარგავთ. კვდება ქართული ისა იტყვიან. რატო კვდება? ქართული ენა გექნება სანამ ხარ შენ, მორჩა. ხო უნდა დაუახლოვდეთ ჩვენ თუ გვინდა ევროპასთან და ხო როგორც ამბობენ უნდათ და არიქა ნატო და არიქა ევროპული ოჯახი და რა გვაქვს მსგავსებს და ყველაფერში უნდა ვემსგავსოთ მას, ხო? და თუ ასეთი სიბინძურია ევროპა, მაშინ ხელი ავიღოთ ამაზე ფიქრზედაც და საერთოდ მოვტრიალდეთ რა კურსი, შევცვალოთ კურსი მაშინ. არ არის პრობლემა ეგა, ხო? მაგრამ ასე გაუთავებლად თომ ევროპა გვინდა და ევროპაში არ მივდივარ და არიქ ახლა მეორე გამოხდა ოპოზიციონერი და იცი რა, ისე არ მიდის ევროპაში მეწავალ. ეს ახლა ივანიშვილი ახლა ევროპელი რომ არ არის, რა ვიცი, ამას მე რა ვიცი, ყველას ვეთქვი რა. არაფერი არ ეთყობა ივანიშვილს, არც განათლება ევროპული, არც გარეგნული, რა ვიცი ესე. არ არის ის კაცი და რატო იტყუება ახლა ესა რა? რომ აი თქვა, აკრიტიკებთ ჩვენ თავრობას რაში იცით რომ ევროპისკენ ვერ მიდიანო. კაცო, შენ რო აკრიტიკებ ევროპისკენ, შენ წახვალ რომ. შენ უფრო ქართულში ერაზი ხარ, ვიდრე თავრობა. მაგალითად აი ეს ხალხი უფრო ქართულში ზიან. გაჩეჩილაძეები, მაგათი კულტურა უფრო მოძველებული კულტურასანი ნოსტალგიები აქვთ და უფრო ქართულში ზიან. და ესენი ვერ მიდიან და ახალგაზრდა ხალხი ვერ შედიან ევროპულ რაღაცეებში, ხელი შემშლელი და შენ როგორ შემიყვან, ახლა მე რო გამოყვე შენ. თუ არ მატყუებ. რას უწუნებ ესე იგი ქვეყანას ხო, მთავრობას რომ ევროპაში არ შევდივართ? და შენ რომ მღვდლებითა და იმე შენ შეხვალ? იტყუებიან ხო? მატყუებენ. ყველანაირად გაჩეჩილაძეებს ევროპასთან საქმე არ უნდა ქონდეთ ახლა არც ლექსიკონი აქვს და არც ინტონაციები, არც განათლება და ანტიდასავლური განწყობა ახლა ორი აზრი მანდ არ არის ხო? ანტიდასავლური განწყობის წარმომადგენლები არიან ესენი და როდესაც გამოდიხარ, მაშინ უნდა გააკრიტიკო ის რომ მოდი თქვი რომ ევროპა აღარ გვინდა. იცით რა არის უცნაური? აი კურსი თუ მიუღებელი არის ის კურსი, რომელ კურსიდანაც დღეს დაადგამ ჩვენი მთავრობა, აი ოპოზიციონერმა ეგ უნდა თქვას რომ ეს კურსი არის მიუღებელი ქართული ცნობიერებისათვის. და არა ის რომ ევროპელებს ჩვენ წავიყვანთ ევროპაში. ეს უკვე მატყუებს. შენ ძალაუფლება გინდა ჩაიბარო. ევროპისკენ შენ ვერ წამიყვან. ვინ-ვინდა მე 100%-ით ვიცი რომ თუ ამ მთავრობამ ვერ გააკეთეს, მე არ მეგულება მთავრობა ეგ გააკეთოს. ეგ გამორიცხეთ რა, ვისაც უნდა დავინიზლავები, რა 1-10-ზე იყოს ნიზლავი. არ არსებობს თუ აემებმა ვერ შეძლეს ეგა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ამათ ყველაზე მეტი ის ჰქონდათ ხო მონაცემები. ამ სხვა მე ვერავის ვერ ხედავ. ვერც გოგა ხაინდრავა შეგვიყვანს ევროპაში. ამასთან საქმეს არ დაიჭერს ევროპელი. გაჩიჩილაძეებთან არ დაჯდება ევროპელიცი. არაფერი საერთო არ აქვს. ლაპარაკიც კი არ იციან ამები. ჩაცმის კულტურა არ აქვს. გადახედეთ და მიხვდებით. და ივანიშვილი ეს მოძველებული პიროვნება არის. არა თუ ევროპა. ეს არის საბჭოთა აი ცნობიერების განსახიერება. და შეკრიბა ხალხი, ლანა ღოღობერიძეები, ეს სულ ყველა მათი აი ძველი ხალხი ყავს ამას. აი ეს რესპუბლიკელები აშკარად ესენი მოძველებული აზროვნება არის. ხო უსმენ ტელევიზორში ყველას კომპიუტერის მეშვეობით, თვალყურს ძალიან თითქმის აი არაფერი არ მრჩება. თვალყურს ვატევნებ, ხლა ვინმე რომ გაძალებდეს ხელფასი და რაღაცა იწვე, მაგრამ მე არავინ არ მაძალებს, მე მაინტერესებს ყველა ადამიანს რაც ეხება და თითქმის რაც ხდება, მან ყველაფერს კურსში ვარ. გარდა კულისებისა, რაც ოფიციოზით მოდის მედია საშუალებებით, ინტერნეტ სივრცის საშუალებით, ტელესაშუალებებით და პრესით. აბსოლუტურად ყველაფერი ძირითადი მოვლენები ხელთან მაქვს. და უფრო მეტი ნიუანსებიც კიდე შეიძლება ბევრი არც უსმენდეს მათ საქართველოში თელერიგ რაღაცეებს. და ყველაფერს მე ანალიზს უკეთებ. მე ხლა ყველას რომ მოусმინე ძალიან ჩამორჩენილი აზროვნება, თქვათ აი გელბახიანის, აი კვარაცხელია, ეგენი გაჩერდნენ. აი უფრო მეც გეტყვით, რამას საყვარელიძეს, ტარელ საყვარელიძის შვილი. მისი აზროვნება ჩამორჩენილი. აფსუს, ახალგაზრდა კაცი ასე თუ ისე ხო? აზროვნებთ ახლა ევროპაში ვერ შევალთ ახლა. ესე ლოგიკა რო გამიყო, ქალის ლოგიკა, კაცის ლოგიკა ახლა. ამან არაფერი არ იცის ხო? რატომ არის ეს მიღებულ კაცად მან და დალაპარაკებენ ამდენს? დამამუხრუჭებელი არის ეს. აი ევროპასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. ხო, კვარაცხელია ბატონო კიდე. მე ის ვალერი გელბახიანი რომ მოусმინე. ლანა ღოღობერიძეს აზროვნებას მოусმინე. არაფერი ევროპული ამ ქალში დამიჯერეთ არაფერი არ არის. ღირებულებები. ესეც ქართულში ზის, ნოსტალგია აქვს მარქსიზმის და მისტირის იმ ბედნიერ დღეს, როცა ესენი გრიალებდნენ და ეგეთ რო აღარ მოვა ამათთვის კაცო. 80 წლის ხალხი ხარ, კარგი რა კაცო რა, წადი რა.
წადი დაისვენე, მადლობა უთხარი ღმერთს, რომ კარგად იყავი, შეინარჩუნე ის ბინაც რაღაცა და ტაქსაციაც გახდევნებენ არაფერს და აკლდამები აქვს ყველა მაგათ ახლა რა თქმა უნდა არავის არ აქვს ხოხი ახლა სახში ხო? აი ამ ხალხს վել პარტიულ ნომენკლატურას ხოხში არავინ არ ცხოვრობს. მუზეუმია მათი სახლები ყველასი ხო? ეს დიდი პატივისცემაა და მადლობა უთხარი იმას, რომ უღირს ქვეყანაში იყავი ბოროტების იმპერიაში და არც გაგასამართლეს და არაფერი. და გამოდიხარ და იცი რა, ახლა ვითომ ევროპელობ და აი უწუნებ იმას, რომ აი ევროპაში არ მიდის სააკაშვილი. გაყევი მე მიდი. მიდი აბა, გაყევი მიდი იმ სტრუქტურებში და შედი კაცო. მე ვეჭობ ევროპაში შესვლა ესე ადვილი არ არის. ევროპაში ცნობიერება უნდა ქონდეს ჩვენ ევროპული თორე ტანსაცმლით ჩვენ ევროპაში მაინც კაია ტანსაცმლით ახლა ბევრი ის ახალგაზრდები მანდ რო გადახედავ და გერმანელი ტურისტის თვალით და იმით მოჩენს იმას რომ ბევრი მსგავსება შეიძლება იპოვოს. მაგალითად მეც თურქეთში რო შევედი ჭრელი იყო თურქეთი. აზიურიც იყო, ევროპულიც იყო. თვალშისაც სემი იყო და საქართველოშიდაც ახლა ახალგაზრდა ნაწილს ევროპული ისენი აქვს, ჩაცმაი ცოცხლად გემოვნება, მანქანები, რემონტები, სულ ყველაფერი ეს კი არის, მაგრამ დანარჩენი მთლიანობა რა გვიშლეს ჩვენ ხელს? აი რწმენა. რით ვერ მოხდა რწმენის რეფორმაცია. რად გვინდა ეს მართლმადიდებლობა? აი ვერაფრით ვერ გავიგე. რად გვინდა ეს მართლმადიდებლობა რა? არავინ არ მიტკიცებს იმას, რატომ არის ეს მართლმადიდებლობა მისაღები და თან ეს მართლმადიდებლობა რო არის მარტო ქართული და რუსული. და არც ერთ სოფლიოში მართლმადიდებლობა არ არის სახელმწიფო რელიგია. არც ერთ წამყვან ქვეყნებში, არც აქითა კონტინენტზე არავინ არ არის მართლმადიდებელი. გარდა ინდივიდუალური იმისა, მაგრამ ტოტალურად ესე აი არიქა და ეკლესიების მშენებლობები დაკავდეს და მთელი ტერიტორია მიწები ამით მშენებლობებით მოავსო, ესეთ რამე აქ არ არის. არცად არ არის ამ კონტინენტზე, მთელი აი ჩრდილო სამხრეთ კონტინენტზე, ამერიკა რო ქვია, მსგავსი რამე არ არის. არც ევროპაში არ არის მართლმადიდებლობა. ეს აი რაღაცა ვიწრო, რაღაცა ემიგრანტების მიერ რაღაც ერთი ეკლესია აჩუქა საფრანგეთმა, იმაზე რუსებსაც აქვთ იქა. ეგ არაფერი არ არის. კულტურაა და კარგია, გასიამოვნებ თუ გინდა ეს. და რით არის ეს? აი ესეთი ძვირფასი რამ რომ ასე ებღაუჭება ქართველიერი. რით არის? აი რას იცავს ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია? ერთი კი ვიცი რომ არაფერი საერთო ამას ცოცხალ ღმერთთან არ აქვს. ეს იცავს ქართულ კულტურას. აი ეს არის ამის წარმომადგენელი. და ქართულ კულტურას თუ იცავს შენ, ამ კულტურით ევროპაში ვერ შეხვალ. ვიქნებით ყოველთვის აი ეს გასაყარს. ვერ სპორტით ვერ გავერთიანით იქა ხო? აინც უკან რჩებით ფეხბურთს რაც ეხება, სულ დაივიწყეს ეგა და ვართ ესე აი ესე გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ რა აზიურ ევროპული და არიქა ვარ და კი ვტრაბახობ თვითონ ევროპელები ვარ ქართველი ვარ მასწრა და მე ევროპელი ვარ ვიძახით მაგრამ მაშინ ეს მართლმადიდებლობა რა ჯანდაბოდ გვინდა რა თქმა ეს მართლმადიდებლობა აიპარსე აიკრიჭე გამოდი ამ სანთლები ჩული-ჩულით არ გვინდა ეს მარხვები გაუთავებელი სისულელეები ლექციები წავიდეს კაცო იესოზე ქრისტეზე მეტი ინფორმაცია ამ პიროვნებაზე ოჯახში შევიდეს ესა ტელევიზიიდან შევიდეს ინტელექტუალური ქრისტიანული განათლება ინტელექტუალური ხო გვაქვს ჩვენ საერო განათლება ეხლა მოდი სასულიერო განათლება ყველა ოჯახის საკუთრება იყოს და არ იყოს ეს მარტო მღვდლის რომელიც გვატყუებს იქა და რასპუტუნობს თვითონაც არის და ევროპა მე გააკეთა ხო ეკლესიიდან გამოიყვანა შენობიდან იესო ქრისტე და ოჯახში შეიტანა და ყველას მისცა ის რომ შეგიძლიათ თეოლოგიური კულტურას ეზიაროს ნებისმიერი ადამიანი. ჩვენთან იკრძალება საქართველოში. არავის უფლება არ აქვს ბიბლია წაიკითხოს, ინტერპრეტაციები ბიბლიაზე თქვას, მარტო მღვდელს უნდა აჩოტები ვაბაროთ. ამ ხრივ ჩვენ ევროპას ძალიან ჩამორჩებით. აი ეგ არის ჩვენი ხელისშემშლელი და ვინ შეგვიყვანს ევროპაში ვინ? ივანიშვილი? ხაცრო ლოშინის დილდან საღამომდე? მაგი აი კაცი ათეისტია. რომ დააკვირდა იმას რომ მასთან ანტაგონიზმი მას არ აწყობდა. ადგა და მოიყარა მუხლები და დავიცოლთან მთელი ოჯახი და ლოშინის იმ ხატებს და ეს პირფერობა, ფარისევლობა ეს. ესე იგი ამას ძალაუფლებას დომებია და ესე იგი შენ კაი რამეს არ გაგვიკეთებ შენ. სულ მცირე დავკარგავთ იმას, რაც აქვს. დისციპლინა. ეგ მიღწევა არის ხო? წესრიგი, ქუჩაში აღარ გეშინიან გავლას, ქალთან მიდიხარ, მანქანას არ ყარავენ, ისე დაკეტავ. თუ ქურდი შემოვა, მომენტალურად 20 საათში იპოვნიან, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ რამეა რა ეგა რა უსაფრთხო გადაადგილება ეს მაგარი მიღწევა და ეხლა დანარჩენი კიდე ყოჩაღა ქართველმა შეიძლება უკვე რაღაცა კიდე დაგვეწიოს გზაზე ხო აი ამასაც დავკარგავთ ჩვენ და მიჯერეთ ხო ტრაბახობენ ევროპა რესპუბლიკელები ეხლა რესპუბლიკელების ხალხია მანდ რესპუბლიკელები არიან რომ ესენი საქართველოს ამიშენებენ ეგენი თუ მოვიდნენ საქართველოს იქნება ბარდაკი ძმაკაცობა ისე ჩაწყობა მინიმუმზე არის დაყვანილი. ეხლაც არის მაინც მეგობრობა ნათესაობა, მაგრამ მინიმუმზე არის დაყვანილი. თვალსაცემი არ არის შევარდნაის დროს რო იყო. ტელეფონები, ჩაწყობები, აბა ისმინდა. მე უბრალოდ სხვა პრეტენზიები მაქვს რა. უფრო მეტი მინდა და მეც სავთხოვ. მეც სავთხოვ თქვა თავრობას, მე რომ კრიტიკა მქონდეს, თქვა პრეზიდენტის, აი იცი რა, ეს არ მაკვაყოლებს, მეტი მინდა. არ შევჩერდეთ რა მიღწევებზე. და საერთოდ დაპირებები შევასრულოთ. ყავიდეთ ბოლომდე. მივაწვეთ თუ ვაწვევით
კურსი ბოლომდე. თუ არა და მაშინ აღარ მოვატყუოთ ხალხს გამიგეთ. ვიბუქსაოთ და თეორიაში იყოს ევროპული ინტეგრაცია და არ ხდებოდეს, ეგ არ არის სწორი. ჯერჯერობით ხედავთ ჩვენ რომ ჩვენ მაინც ინტეგრირებული არა ვართ ევროპაში, ვერც გავდივართ ვერსად, უვიზო მიმოსვლა ქართველებს არ აქვს, უპირატესობა ჩვენ რატომღაც არ გაგვაჩნია. ჩვენ დაჟილიერი ვითავართ ქართველები, შესწავლილი არის უკვე გარეთაც შეისწავლეს და აი ამის მიზეზი, ყველაფერს ამის მიზეზით მე მიმაჩნია ჩვენი რწმენა. ჩვენი რწმენა, ჩემი არა. ჩვენი ქართველების რწმენა არ არის სწორი რწმენა. რწმენა არ არის ის ეკლესიაში მღვდელთან სიარული. აი ეგ არის მიზეზი. მე სხვა მიზეზი ვერ ვიპოვე, ვერც მთავრობაში ვერ ხედავ, ვერსად ვერ ხედავ, იმიტომ რომ არაფერს არ წარმოადგენს ადამიანები. ღმერთი აკეთებს ყველაფერს. აგერა კანადა, ვის უჭირავს ხელში? ხო არ გონიათ მთავრობას? ღმერთს უჭირავს ეს. ღმერთს უჭირავს ყველაფერს წესრიგი როა შტატებში, კანადაში, არის ჩაგრება ადამიანი ისე დონეზე რომ რაღაცა აი ვერ იპოვოს. ეს ღმერთის დამსახურება არის. აბა ახლა კონსტიტუციის დამსახურებაა, არ გამაგიჟოთ. აბა ჩვენ რა გვჭირს? კონსტიტუცია ჩვენც აგვაქვს, კაი კონსტიტუცია გვაქვს, პარლამენტიც აგვაქვს და მთავრობაც აგვყავს და მინისტრებიც ყავს. ჩვენ რა გვჭირს? ღმერთთან არა გვაქვს სწორი ურთიერთობა. აი გაივლით ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ თქვენს ამ გზას, თქვენ თვითონაც გაიმეორებთ ამას, მიხვდებით თქვენ ეს მე ჩემთვის მიუღებელია. მართლმადიდებლური რელიგია ეს არის კერპთაყვანისმცემლობა. ეს მუსულმანებთან უფრო გვანათესავებს ჩვენ, ვიდრე ევროპულ ქრისტიანულ რწმენასთან. ბევრი ხარვეზები ევროპაში ჩემზე კარგად თქვენ ციცით ეგ და მე იმათ მაგალითად კი არ ვსახავ. მე ვიძახი, რა გვაერთიანებს ჯერჯერობით დღევანდელ ევროპასთან? რა გვიშლის ხელს მათთან ურთიერთობაში? მიზეზი გითხარით. ჩვენ გვიშლის ხელს არა მთავრობა, არამედ მასებთან დგომი მართლმადიდებლური კერპთაყვანისმცემლობი, ცოტა მუსულმანურიც, გარეული, გარეგნული ფორმებით, მარხვებით, რიტუალებით, მერეს ნაციონალიზმით. ეკლესია არის სწორედ ის, სადაც ნაციონალიზმის ის მიდის პროპაგანდა. ნაციონალიზმი კი მოგეხსენებათ ეს ჩამორჩენილობაა კაცო. ვერ გადაგვარჩენს ჩვენ ეს ნაციონალიზმი. ისრაელმა ვერ შეინარჩუნა ეგ, როდესაც ისრაელი ნაციონალიზმში მოჯდა, ღმერთმა მიატოვა ისრაელი და წარმართებში წავიდა. იმიტომ არის ასეთი უბედურ დღეში დღეს ისრაელი. იუდაიზმი ეგ, ქრისტე არ არის მიღებული ქვეყანაში. ეს პარადოქსია. და აბატონო ნაციონალური რელიგია ისრაელში. ყოლულებით, იმით ანტაგონიზმი არის ყველა სხვა ხალხის მიმართ. ანტისემიტური ასევე განწყობა ყველასი. და არც ქართველი არის ამ ხრივ გამონაკლისი, საშინელი ანტაგონიზმი არის ჩვენ ერშიდაც. მიუღებელია ქართველისთვის სხვა ერის წარმოადგენელი, იმიტომ რომ მუდმივი რიტორიკა ასეთია, ქართველები და მანდ სხვა ხალხის ცხოვრობს, 300,000 სომეხია და 500,000 აზერბაიჯანელია მანდ და სხვადასხვა ერის წარმოადგენლები. 800,000-მდე სხვა ერის წარმოადგენელია იმას, სულ მცირე ვთქვათ მაქსიმუმ მილიონი მაინც, 3,400,000 იმიდან ხო, 4 მილიონზე გავქაჩოთ მაცხოვრებლები. და ჩვენ ისეთი რიტორიკა გვაქვს, რომ მანდ აზერბაიჯანელი დაჩაგრულად უნდა გრძნობდეს თავს. ასეთი რიტორიკა რო იყოს კანადაში, მე აქ არ გავჩერდებოდი. რომ აი ჩვენ და სხვები არ და ეს უკვე მაძლევს იმის საშუალებას თქვა, რომ რელიგიის ბრალი ეგა. იმიტომ რომ რელიგია არის სწორედ ქართული ცნობიერების დამცველი, ქართული ძველი ისტორიული კულტურის დამცველი დღესდღეობით და მთავრობა რო ამას არ იცავს თითქოს, იმიტომ არის ანტაგონიზმი ეკლესიასა და მთავრობას შორის. ყოველ შემთხვევაში ვერბალური. და ხალხი ეკლესიის მხარეზე მაგიტომ არის. მაგიტომ ეტენება ლანაღოღო ბერიძეები. როდის გამიხდნენ ესენი მორწმუნეების კომუნისტი ხალხი. მად ეკლესიასთან იმიტომ კი არის შედიან ეს ხალხი, რომ ღმერთი უყვართ. აი ეკლესიაში დაინახეს ქართული კულტურის დამცველები და მთავრობაში ვერ ხედავენ. ეგ არის შეცდომა. არც მთავრობა არ ანგრევს ქართულ კულტურას. ეგ არის ტყუილი ეგა. ანგრევა ჯერ რა არის, რომ ჯერ ისა ვთქვათ, რასაც იცავ. დასაცველია. დავიცვათ ისა რაღაცა ისტორიები. სულელი რაღაც ხონა გავაკეთოთ აწმყოში. და ან კიდეს მართლმადიდებლობის ამოცანა, ქართული ისტორიის დაცვა არის თუ ღმერთთან ყველა ადამიანის მისვლა. ყველა ადამიანი ღმერთთან უნდა მიიყვანო. ეგ არის ამოცანა ეპისკოპოსისა. ეგ იყო პავლეს ამოცანა. თუ წაიგითხავთ პავლეს წერილებს, ყველას ეუბნება, რომ აი გახარებთ, სიხარული მიიღეთ ხახნო. გიხარუდეთ და ჩვენი ეკლესია სიხარულს არ აფქვევს, ეს არის მწუხარების რაღაც ორგანიზაცია, სადაც შედიხართ, ამძიმებული გამოდიხარ. სულ მკვდართან ურთიერთობები, აი სასაფლაო, სულ რიტუალები მკვდარს როგორ მივხედოთ, მკვდარს ახლა რა ჭირდება და ევროპაში იცით, ქრისტიანობა არ არის. სიცოცხლეა, სიკვდილი არ არის. შედით ევროპულ ელემენტარულ ძალიან ძლიერ ინტელექტუალურ პროფესორს რომ იყავს ლექციები სახარებაზე და თქვენი სიხარულს გამოიტანთ, რწმენას გამოიტანთ და ბედნიერი გამოდიხართ. ხო, სუფთად აცვიათ და მეტი ინფორმაცია, მეტი ლექცია არის იესო ქრისტეზე და რატომ არის ეგ კარგი. ეს არის სამყარო ძალიან ძლიერ განათლებულ ეკლესიებში, გამიგეთ, ევანგელისტები რო ქვია მას, ხო, ევანგელია სწორედ ამ ადამიანის მოგონილი კი არ არის. ევანგელია ხარებას ნიშნავს.
და თუ ევანგელისტი არ ხარ, ეს რათა მინდა ეხლა ტართან 40-ზე ავალ, 80-ზე ავალ, კვერცხს გადაუგორებ თუ გადმოუგორებ და ჭიქას წაუქცევი ხა. ეს სისულელე ეგა. სიკვდილებზე გაიმარჯვა მაცხოვარმა კაცო. აი რომ შევადაროთ, ეგ კარგი იქნება. მე ვადარებ და უყურებ, რომ ჩვენი დიაგნოზი ასეთია. მართლმადიდებლური ეკლესია არის ჩვენი შემაფერხებელი ყველაფრის. ეკონომიკის, განვითარების ყველანაირად და ნუ ვაბრალებთ თავრობას. თავრობასაც აფერხებს მართლმადიდებლური ეკლესია, რომ თავრობაც გინდა არ გინდა კოჭებს უგორებს. შეშინებულია და იმიტომ არ გადამცეს ხატზე, არ დამწყევლოს. ხო, რაღაც რელიგიური პირველყოფილური შიში აქვს ქართველებს ფორმის მიმართ. აი მღვდელი ვაიმე დამწყევლის, ვაი, შეგაჩვე, არ შემაჩვენო მამაო. და შიში არის. გადავაგდოთ ეგ შიში და ყველაფერი რიგზე მოვა. ხო, ბიბლია რო კარგად იცოდეს ქართველებმა, ბევრამეს თვითონ მიაღწევენ მაგას, რომ კარგად რო ისწავლონ რა მოხდა. ბიბლია არის სწორედ ისტორია ცოდვადაცემული ადამიანისა და ღმერთთან ურთიერთობისა. ეგ საერთოდ ბიბლიაში ორი პერსონაჟია, ადამიანი და ღმერთი. ამათ ურთიერთობას ასახავს მთელი ბიბლიური ძველი და ახალი აღთქმა. ამას ეს წიგნი დახურულია საქართველოში, პროპაგანდა არ მიდის. და მიიკრძალავს ეკლესიის წარმოადგენელი არ შეიძლება, უნდა აკურთხო, შენ არა გაგუფლება წაიკითხო. როგორ შეიძლება ესა? რა რისთვის არის ეგ წერილი? რისთვის გამოგვიგზავნა ღმერთმა ეს, რომ ის არ წავიკითხო? არ ვისწავლო? გამანთავისუფლა მან, ხო? გამანთავისუფლა ცოდვისაგან, გამამართლა. აი მაგ წიგნში წერია და აღარ მჭირდება მღვდელთან სიარული, ხსარებებზე ჩაბარებები, ჩემი ოჯახის ისტორიის მოყოლა, ცოლი ჩემთან არ წვება უთხრა, ცოლი ვაიმე მე ცოლს უღალატე უთხრა. რატო უთხრა მღვდელს ახლა? ვინ არის ეს ცოდვილი არ არის? ვეტყვი აგერ იესო ქრისტეს. შუამავალი ეგ არის ჩემი. მას ძალა აქვს და მღვდელს არაფერი ძალი არ აქვს. აი ეგ ნაკლი არის ჩვენი და თუ ამას გადავლახავთ ჩვენ და გადაილახება იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხომ მოусმინეთ, ნახე, თქვენთვის რატომ არის გასაგების, რასაც მე ასე თუ ისე შეიძლება ბევრი რამე არ მიიღოთ, იმიტომ რომ არ არსებობს, ხო, მანდ ცხოვრობთ თქვენ, მანდ მუშაობთ, მაინც შეზღუდულია თქვენი ის ვიდრე ჩემი, მე თავისუფალი ვარ ხა ჩემი მასში, დეტერმინირებული არა ვარ მე ვთქვათ რაღაცა უწყებებიდან, ხო და ამ ხრი მე უპირატესობა მაქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ ხომ მაინც აი თუ არ იღებთ რაღაცებს ხო გებულობ. არის ხალხი ვერაფერს ვერ გებულობს. აი საერთოდ ვერ გებულობ. ეს საშინელება არის. მოусმინე რა რაზეა ლაპარაკი, კაცო, ახირებული ვარ, სიყვარული არ მაქვს. მე იმას გეუნები რომ არ მიყვარ ხარ. აი დამიჭირე და მაგაში მომხილე ხო, ვიღაცა რო უსმენს ამას. შენ რა იცი მე ქართველი ვარ და საერთოდ რატომ მეჯიბრები ქართველობაში? დარწმუნებული ხარ რომ შენ გვარი არა გადაკეთებული? საქართველოში არ ცხოვრობდი ყველა, მასიურად ყველას გვარებია გადაკეთებული. ჩემს კლასში იჯდა სულ ყველა გადაკეთებული გვარებით ხო? ზოგი ოსი იყო, ზოგი აზერბაიჯანელი იყო, ზოგი სომეხი იყო. და რა გვარები იყო იცი? წერეთლები, ბახრაძეები, აიჩებდნენ გვარებს ქურთები. ქურთებმა საერთოდ სულ ისეთი გვარები აერჩიეს. რა ეხლა მე არ ვიცი ეგ მოატყვია სხვა ვინღაც. გვარები მე სომეხს ავცემ პატივს ამას წინათ უსმენდი შეკრება ქონდა ივანიშვილსაც. ქართულით ლაპარაკობდნენ სომხები. არცაც გვარი არ ქონდა გადასწორებული. აი მე მასეთ სომეხს პატივს ვცემ რა. ახლა გვარი სომხური და ქართულად ლაპარაკობდა გამართულად. აი მაგრამ რატო არ გადაიკეთა გვარი? ახლა აი ეგ მოქალაქე არის. საქართველოს მოქალაქე არის. მე პატივს ვცემ ეგეთ სომეხს. არა მაქვს ანტაგონიზმი. ეს მოქალაქეა, ჩემი ქვეყნის საქართველოს მოქალაქეა და აქვს უფლება თანასწორი იყოს ჩემთან. მაგრამ ნახე, ენა ქართული. თავისი ციცის, თავისი ენა. და ძალიან სწორი ქართულით მეტყველებდა რა. საერთოდ არ ქონდა აქცენტი. მაგრამ გვარი რატო არ გადაიკეთა? აი ჩემთვის ვინ არის? და აი ეს რო შემომეტენა, გვარი რო გადაიკეთა და ვერ გაახსენე და მეჯიბრება ქართველობაში. ეს სომეხი არ მეჯიბრებოდა ქართველობაში რო უსმენდი? არ იძახდა იმას? იმიტომ რომ ის სომეხია და მოქალაქეობის სტატუსით მოდის, იცი? აი საქართველოს მოსახლეობის მოქალაქე არის მოკლედ იგი, დაბადებული საქართველოში, მაგრამ არ უთქვია რომ მე სომეხი არა ვარ. აი ეს უკეთესი ადამიანია თუ დამიჯერებთ ქართველებისთვის. ვიდრე ის, რომელმაც მიატოვა თავისი გვარი, შემომეტენა, არც იცის რომ გვარი გადასწორებული აქვს და გაუთავებლად გვიმტკიცებს ქართველობას. და საერთოდ ეჭვის ქვეშ დაყენთ, ვინც ქართველობას გვიმტკიცებს, აი ის ქართველი არ უნდა იყოს. რატომ მიმტკიცებ ამ ქართველობას? ეს ვამტკიცოთ ახლა ერთმანეთთან, საქმე გააკეთეთ თუ შეგიძლია. და რაც ვლაპარაკობ იმისთანაც მიუღებელს ახლა. მე გეუბნები რომ ქართული დაივიწყო და ან კიდე როცა იძახის კაცი ქართველი ვარო, რატომ არ იცი ქართული ლიტერატურა? ყველაფერი უნდა იცოდეს შენ. რატომ არ იცი ქართული ისტორია? ატიდო, გამკვლეული გააქვს. არაფერი არ იცის. ყოველთვის ვინც კამათობს ქართველებზე, მე აღმოვაჩინე პირადად, მე 10-დან 9-ს არაფერი არ გაიგებოდა. ელემენტარული მოთხრობა არ ქონდა წაკითხული, გარდა სკოლური აუცილებელი პროგრამისა. ისეც ბოლომდე ბევრმა არ იცის. მე ქართველებოდა ხალხი რუსთაველი არ აქვს წაკითხული. თავიდან ბოლომდე სიუჟეტი არავინ არ იცის. და რას მე ქართველები მე?
მე შენზე მაგრად ვიცი ეგ საკითხები. იმ სომეხმა უფრო შეიძლება იცოდა რუსთაველი კიდე, ახლა მე კითხვა არავინ არ დაუსვა, მაგრამ ისეთი ქართულით ლაპარაკობდა ეგა. ბევრი ვერ ლაპარაკობს ეგეთი ქართულით საქართველოში. აი ჩემთვის ვინ არის ქართველი? მე ჩემი ენა აიღო მან, მოქალაქეა, თან არ მატყუებს სომეხია და ამასთან ურთიერთობის აგება შეიძლება. აი ის რო შემომეპარა გრიგალაშვილი ჩვენთან ცხოვრობდა დავით თუ იცი, მურმანა და ისინი იყვნენ გრიგორიანცები და მე გრიგალაშვილებად გადაიკეთეს გვერდა ტვინი წაიღეს. ეს ნერვები მოსაშლილია და ერთხელ დავსვი იზბიჭი და ლექციაც წაუკითხე. არ გინდა რა ეს ჩემთან. მე ხომ არ გდევნი მე შენ ვითარცა სომეხს. და საერთოდ ხო არ გაშაყირებ კაცო. ჩემთვის მისაღებია ყველა ერი. ვიყავი, გავიარე, აღარა ვარ ეგეთი, მორჩა. ჩემთვის ადამიანია უკვე ღირებული. აი რა არის ეს? რა ანტაგონიზმი არის და რა სიყვარულს ამტკიცა? ჩემზე გიждები? გავყარეთ ყველა სომხები. ქართველები ერთმანეთს ესიყვარულებიან? ერთმანეთს ჭამენ. დღეს ჩვენ საქართველოში სომხები კი არ გვაწუხებს. ერთმანეთს ქართველები ჭამენ. არც აზერბაიჯანელები არ ყავს გვაძრობს. ქართველები ერთმანეთს უმტკიცებთ მაგარ ქართველობას. აი მე ვფიქრობ ყველაფერი არის რწმენის ამბავი და ღმერთი სწორედ აქ შემოვიყვანე მე მადლობა მას რომ აი მისგან გამწმინდა რა თორე მე რასაც მოვყევით ცოტა ჩემი ბიოგრაფიაც მოვყევი მეც ეგეთი ვიყავი ანტაგონისტი ჩემთვის მიუღებელი იყო სოციალური კლასათაც ყოფდი პიროვნებებს აი მაგალითად ზიზღი შემოვიდა აი ის სომეხია ის ოსია ის იცი რა არის აი ის ბოზია ეს აი ესეთი რაღაცები ჩემში აღარ არის გაიწმინდა მადლობა ღმერთს ხო მე აღარ უყურებ ეს სოციალური იმით ვინ ბოზია ვინ ატევი უნაცე ადამიანს ის ამცემს პატივს აგებს პასუხს თავარი ეგ არის გავიმარჯვე ჩემ თავზე აღარ უყურებ ეს ზიზღით ადამიანებს იცი არა მაქვს უფლება მე გავკითხო ვინ ბოზია ვინ ქურდია ვინ სომეხია ვინ ოსია მე არ მაინტერესებს მოქალაქეები თუ ვართ მოქალაქე რომ ჩაჯდეს ისა და ეს ზიზღი აღარ უნდა მქონდეს მოკლედ რა ეთნო ზიზღი ჩემთვის უკვე აღარ არსებობს ეს მასწავლა მე იესო ქრისტე აი რატომ არის კარგი ქრისტიანობა აბა მართლმადიდებელი ეგრე აზროვნებს არა აქვს მართლმადიდებელი მყუთელს ანტაგონიზმი უყვარს პროსტიტუტკა უყვარს ქურდი ვერ დამაჯერებ მაგას უყვარს სომეხი ამ დროს თვითონ არის შეიძლება სომეხი ძალიან ბევრი სხვათაშორის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არაქართული გვარები აქვთ 38 ეპარქია არის ხო საქართველოში რომ გადავხედე მაგათ ძალიან ბევრს არაქართული გვარები აქვს მე მაგას ჩაჯდომილი ვარ ახალგაზრდობაში გვარების და იმას ძალიან მაღალ დონეზე აინტერესებდა და ძალიან ბევრი ის არის რა ოსები და ძალიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები ასეთი ხალხი აწვება ქართველობას აი ეგ გუღუპავს ჩვენ არ გვინდა რა ეს ქართველობის მიწოლა რა მოდი ადამიანი და ადამიანი გავაჯანსაღოთ და სულ ის იყოს და ჩვენი სახელმწიფო ენა კაცოები ჩვენ თუ არ მოუარეთ მაგას რა შვაშია წაგვერთმევე აგერ ჩუმად მუშაობს აზერბაიჯანელები რუსული ენა აქვთ ჯერ სამუშაო ქართულს თოხნიან ეგენი გამრავლდებიან აგერ უკვე რამდენია 509 მილიონი უკვე არის აზერბაიჯანელი მეჩეთებიც აიშენეს ამ დემოკრატიამ მაგათ უფრო წაადგა დემოკრატია ვიდრე ჩვენ მარქსიზმში ეგენი მეჩეთებს არ აშენებდნენ და ამ დემოკრატიამ ხედავ მეც მაქვს უფლება ეგენი ბუნჩულობენ მიწასთან მუშაობენ არსად ეგენი არ გარბიან ხო ქართველები გადაიხვეწნენ სამუშაოებზე ეგენი არსად არ გარბიან ხო მრავლდებიან მათ და 1 50 100 წლის მერე ახლა ეგ ერი უფრო გამრავლდება საქართველოში თუ დაიკლებს ქართველი ერი აღმოჩნდებით უკვე სხვადასხვა მდგომარეობაში უკვე აზერბაიჯანელები რო გამრავლდებიან და გამრავლდებიან სომხები ხო იქ წალყა და ისინი თითქმის სომეხია უკვე ხო 80%-ზე მეტი სომეხია იქ რუსული ენა იქ წამყვანი რუსული ენაა და არა ქართული სომხური და რუსული წამყვანი რუსულია რუსებმა ეგ ენა იმათ აჩუქეს აზერბაიჯანელებს აჩუქეს აფხაზებს აჩუქეს აიტაცეს ჩვენი ენა არც ერთმა არ მიიღო და ეს ჩვენი ბრალია ჩვენი რწმენის ბრალია ვერ შევიტანეთ ქრისტე ვერც სომეხთან ვერც აზერბაიჯანელთან ვერც აფხაზთან ვერ შევიტანეთ ეგა აი მაგ დღეში ვართ რა ჩვენ სამწუხაროდ და უცოდინარისთვის შეიძლება ის ვიყო მე რაღაცა გაუგებარი და ნახე მტერია და აი ქართველები არ უყვართ და საქართველოს რაშვაში ეგა მოусმინე კარგად და განთავისუფლდე ამ სულელური გაგებებისაგან რომელსაც ქვია ვაი პატრიოტიზმი ვაი ქართველობა დაგუყავს ეგა ღმერთმა ჩამოგვაჭერა რაღაც ნაწილები ჩვენ ვერ ვიტყვით ახლა ვინც გავლენის ქვეშ არის არაბული აზროვნება საერთოდ დავალებულია რომ იცოდე აზროვნებას ვლაპარაკობ არისტოტელედან მათ თვითყოფადი ესეთი დამოუკიდებელი ფილოსოფია როგორც ესეთი არა აქვთ არისტოტელეს ისინი აიღეს მთლიანად და არაბულ ენაზე თარგმნეს მისი მეთოდოლოგია და ყველაფერი არაბულ აზროვნებაში პლატონიზმი ისე არ არის როგორც თქვათ არისტოტელე და ევროპული მასთან ახლოს იყვნენ ხო განათლებასთან და ბერძნულ ყველაფერი შესწავლილი ქონდათ და მე ახლა ამას დაემატა ეს ყურანი და ამან გააერთიანა თელი მუსულმანური სამყარო ხო ეს არაბულენოვანი სამყაროს იდეოლოგია იყო ყურანი და
მე იქა ჩაიხედავდნენ, გადახედავდნენ, გადმოხედავდნენ და ერთგვარი კონფლიქტი მიდის, ხო, ამ ერებს შორის და ვინ როგორ გამოიყენებს მე რელიგიას და ვინ უნდა დაიპყროს. და ახლა რაც არის ისტორიულ იმას ვერ უარყოფ. დატოვეს მათ ყურანში, იმიტომ რომ მუჰამედმა მოიხსენია ესენი და გადმოცემები ესმოდა მუჰამედსაც, ხო? ებრაელებმა რაც არ მიიღეს ამან დატოვა და როგორც აი წინასწარმეტყველი როგორც წმინდანებად მოხსენებულია, მაგრამ ღმერთი არა, ღმერთი ერთია. თორე არაბულ აზროვნებაში სამების ისა გაუგებარი არის, ვერამ ვერ გაიგო სამება რა არის, როგორ არის და ამიტომ ქრისტიანული იმას პოლითეიზმად თვლიდნენ. სამი ღმერთი ეგონათ მათ. ეს სამების ეს თეოლოგიური რაღაც არსება ვერაფრით ვერ ახსნეს მათ გონებით და დააბრალეს ქრისტიანებს მრავალღმერთიანობა და ამიტომ არის ისინი რჩებიან მონოთეისტებად და აი მუჰამედი ადგენდა ქრისტეც ჩათვალეს როგორც არა ერთ-ერთი ჰიპოსტაზი სამების ერთ-ერთი სახის, არამედ ეს იყო ადამიანი წინასწარმეტყველი, რომელიც ვერ წმინდანად გამოაცხადეს, ხო და ეგ უკვე შეურაცხყოფას აყენებს თავად მაცხოვარს. თავად განმარტა მაცხოვარს, რომ ჩემდაგაც მოვა ხალხი, რომლებიც თქვათ გამოაცხადებენ თავს უფრო აღმატებულად, ვიდრე იესო იყო და მუჰამედიც მაგიტომ იძახდა, რომ მე უფრო ისავარო შემდეგი მოსული და დასრულებული სახის, დამთავრებული თქვათ წინასწარმეტყველი და ეს უფრო სწორია ვიდრე თქვათ სახარება. რომ ეს მე მოვიდა და აღიარებს იესოს რა როგორც წინასწარმეტყველს, მე უფრო უკანასკნელი წინასწარმეტყველი ვარო და ჩაიწერა რაღაც გამოცხადებები ეგრეთ წოდებული, ვითომ ამ დროს ეს გადამღერებული ბიბლიის ძველი აღთქმიდან არის ყველაფერი და გაბნეული, დაბნეული, უსისტემო, დაუკავშირებელი ვერაიმე ერაფერს ვერ გაიგებს თუ ბიბლია არის ის კაცშვილი ვერ გაიგებს თუ ბიბლია არის ის რა ხდება მან და ბიბლიის ცოდენ უკვე იცის საიდან არის კონსპექტები აბრაამის ცხოვრება, მოსეს ცხოვრება, იოსების ცხოვრება, სურები. როცა ვკითხულობთ, ეს დაუკავშირებელი სურებია რა. მან ბოლომდე არავინ არ იცის ეგ რა არის. რამოდენიმე სურა მაინც ვერ გაიგებ რა არა, რას ეყრდნობა ეგ არის, რისთვის წერი ეგ, რაღაცა მოწოდებებია, აფორიზმებია. რა არის მან? ღერძი ვერ გაიგებ რა არის. და ამიტომ მე გაჩნდა უამრავი ისენი მათ კომენტატორები და დაამატეს წიგნები, თელი ამბები და გასაგები ენაზე ვითომ გადმოიტანეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ არაბულ ენაზე უნდა იკითხო ეგა და საერთოდ ძალიან ბევრი არ კითხულობს, არ იცის არაბულ ენო სამყაროში, ყურანი არავის არ აქვს წაკითხული. არ ითვლება სხვა ენაზე თუ წაიკითხავ, არ ითვლება ეს წორმიდგომად მორწმუნეს არ ეთვლება ეგა და იძულებული ხარ არაბულ ენას თითი გააყოლო. შეიძლება არ იცოდე, მაგრამ თვაყური ადევნე ესე. აი ესეთი რიტუალი ესე გადაშლი წიგს, არ ვიცი, მაგრამ არაბულ ენას, არაბული ასვებს თვალი მივადევნო. ჩაგეთვლება ეგ, ეს რიტუალია. ამიტომ არის რომ მუსულმანმა რიგითმა დიდმა უმრავლესობამ ჩვენთან ახლა ქართველებმა, ქართველი რო ქართველია, ელემენტარული ისტორიას მოგიყვებიან ქრისტეზე. ელემენტარული თქვათ, აი ბიბლია რაღაცა ყურმოყრული ამბები. აი ყურბანა თურქი იქნება ეს არაბი, გაგებაში არ არის რა არის ყურანი. არავინ არ იცის ეგა. მარტო სპეციალურად აი განათებული კაციც კი შეიძლება იმან იცოდეს რა ხდება იქ. მაგრამ ძირითადად მასა მოსახლეობას ეგ არ ევალება. არ იცის რა წერია იქა. და რაღაცნაირად ფანატიკურები არიან ისინი და აი ჩვენები უფრო ეს ქრისტიანულის უფრო რაციონალური არის ეგა ექვემდებარება ახსნას, წაკითხვას, გადმოცემას და დალაგებული არის თავიდან ბოლომდე მთელი ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ისე კარგად არის დალაგებული. აი მე შემიძლია მთელი ბიბლია მოვყვე რა 1 საათ ნახევარში მოვყვე სიუჟეტი. თავიდან ბოლომდე მოვყვე ისტორიას და აი ყურანს ვერ მოგიყვებით მე თქვენ. ის ვერ გაიგებ რა არის იქა. რისთვის წერია, რატო წერია, ამოკრეფილი რაღაც აი რა კონსპექტებია, თითქოს იცით როგორ ის არის ეგა, აი ხელში რომ ჩაგივარდეთ სტუდენტის კონსპექტი და ვერ გაერკვევით. იმიტომ რომ მარტო სტუდენტმა მოისმინა, იმან იცის რაღაცა მოისმინა, ჩაიწერა, გადაწერა, გადმოწერა და ჩვენთვის გაუგებარია რა არის. ბიბლია არ არის კონსპექტი, ბიბლია ეს მინდა წერილი არის და ისეთი კარგი აზრი გაზდევს იმას, ისეთი სიუჟეტი აქვს, ისეთი ფაბულა აქვს, თხრობითი ელემენტებია, ბატალური სცენებია, იქ ყველაფერი არის და კაცობრიობის ისტორია არის ისე კარგად დალაგებული, მეტი რო არ შეიძლება და თან ყველაფერი ამაში ცენტრში ღერძი ქრისტე რო არის უნდა მოვიდეს თანდათან აი ეს არის რა და გამოჩნდება რა და ისეთი იმედია მეტი რო არ შეიძლება ამავე დროს არის ესხატოლოგიური ნაწილიც რაც არ არის ყურანში. აიღეთ და გადახედეთ აბა თუ რამეს გაიგებთ ყურანში. სულ გადაწერილი არის, აი ძველი აღთქმიდან არის გადაწერილი და რატო გადაწერა ამ კაცმა? იმე იზრდებოდა იმ წერეში იუდაველებთან იყო იქა და როგორც არის მე-20 საუკუნეში და ხო იყო უამრავი წინასწარმეტყველები ჩხაპნდნენ სისულელეებს ხო? ასეთი იყო მუჰამედი და ამ კაცმა როგორ გამოალენჩა მთელი სამყარო უცნაურია რა. თუ სატანა არ არის. დღესაც რა დღეშია ხო? ყველაზე მე ბნელი რელიგიისა გამო ყველაზე ბნელი ნაწილი არის ეს მუსულმანური ნაწილი ამ პლანეტისა. ვინ აკეთებს იმას რაც ესენი აკეთებენ ესე იგი შემოიკრავენ ამ იმეებს, იკლავენ თავს, რა ვიცი, იქ გავატარებთ დროს.
ყველა მათთვის მიუღებელი არის, თუ ვინც არ მიიღებს ამას, ხოცამე ყველა საშუალება გამართლებულია მათთან. და ქრისტიანობა არ არის ასეთი. პოეტები კიდე ახლა მოგეხსენება პოეტი და მოაზროვნე, ახლა ლექს დაწერს ვიღაცაზე რა, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. არაბები არასოდეს იშვიათად ვინმე ქრისტიანი გახდეს, ხო, ძალიან იშვიათი ეს, რაღაცა უნდა მოხდეს ისეთი ძლიერი. ძალიან ფანატიკური ის უჭირად. მარიამიც მოხსენებულია და როგორც ქალწული მარიამიდან დაბადებული ისა, ეგეც მოხსენებულია. ყურანშიც კი ეგ არის ქრისტეს სასწაული, რომ ყველგან ხედავთ. ვინც გაიგებს ამას და მოტრიალდება ხომ კარგი თუ არა და რა პრობლემაა ახლა ეგ ბოლოს ყველაფერი გაირკვევა და მუსულმანიც გაიგებს სად არის და ქრისტიანიც და დღესდღეობით ესეა რა გამოყენებული არის ერთი ქვეყანის სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყნის დასაჩაგრავად და ჭირდება რა ჯოგის გასაერთიანებლად რელიგია მოგეხსენებათ ჭირდებათ ხომ სახელმწიფოსაც და ყველა იმაში ეყო დაიბადება რა ადამიანის რელიგიური მიდრეკილებები აქვს თუ ამას სახელმწიფო გააკონტროლებს ჭირდება ეს ადამიანების და მონებლად ხო და ამ მხრივ ახლა მარქსსაც სწორი შენიშვნა აქვს რომ თუ არასწორი არის ეს მიდგომა მაშინ ის ოპიუმია ხალხისთვის და ოპიუმში ყოფილი ადამიანი არის დაბანგული და გონებას ვერ ამუშავებს მთვრალია იგი მთვრალი ღვინო ჭარბად დალიოს კაცმა ის მთვრალია ფხიზელი სხვა არის და ამიტომ ქრისტიანობა ეს არ არის ესეთი არაფხიზელი მდგომარეობა ქრისტიანული ცნობიერება ეს ფხიზელი მდგომარეობა და რელიგია არაფხიზელი მდგომარეობა არის ეს ოპიუმი არის ხარა რელიგიის წარმომადგენელი ჩათვალე რომ გონება გაქვს გაბინდული და გევხარ იმ ადამიანს რომელსაც ჭარბად ღვინო დალია და ისე რა რას ლაპარაკობს არიცი და როგორ დადის ბინდბუნდში ასე რომ მარქსს სისულელი არ უთქვია რელიგიური ექსტაზით შეპყრობილ ადამიანებს უწევდა ის რომ ეს არის გონებისთვის მავნე ხო ეს არის ოპიუმი შეადარა ოპიუმს ხალხისათვის არის რელიგია ოპიუმი რა არის ოპიუმი დაამოწევ და გაითიშები აი არ უთქვია პავლეზე ხო და ვეთანხმები მარქსს რელიგია არის ოპიუმი, მაგრამ არა ქრისტიანობა და ქრისტე და ეს არის სიცოცხლე. ხო, ეს ჯანსაღი აზროვნება არის და ჯანსაღი ფხიზელი მდგომარეობა ნებისმიერ დროს ქრისტიანობა. ეს რო გაანაზოგადეს მე და ყველაფერში მარქსს დააბრალეს ის რომ მან თითქოს ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება თქვა არ არის სწორი, მან რელატიური ჭეშმარიტება თქვა, რელატიური, აბსოლუტური არ არის. მთლიანად რელიგიური გახდა პლანეტა, მაშინ ოპიუმი ყოფილა რელიგია ყველასთვის. ხო და რელიგიური არის დღეს სახელმწიფოები და აი მაგალითად რელიგიურია საქართველო არ არის ქრისტიანული და რომ მართლაც რელიგია ოპიუმია ხალხისთვის ნახეთ მართლმადიდებელი გულწრფელი ახალგაზრდა ვიღაც ნახავთ როგორ გამოთაყვანებული დადის წაკრული და რაღაც სიტყვაზე ვერ არის რა საღათ ვერ აზროვნებს რაღაცა აგრესიული არის და რაღაც აგრესიული არის მთვრალიც ხო იცით რომ დალევს ჭარბად რაღაც თუ არ მოეწონე აგრესიულია იმიტომ რომ ის გონებაში ვერ ალაგებს თელ რიგ რაღაცებს გონებით კი აღარ ხდება მისი ორიენტაცია მიწაზე გადაადგილების დროს. არამედ ეს უკვე ემოციით არის და მალე გამოდის წყობიდან, იცით, როცა რამეს ეტყვით. და ფხიზელი მდგომარეობა ესეთია, მოგისმეთ, გაანალიზებს და ნაკლები არის აგრესია ფხიზელი კაცისგან. ვიდრე მთვრალისგან. თქვენ გინახიათ ერთ და იგივე კაცი ფხიზელი და მთვრალი, სიფხიზლეში ვერ გამოიყვან წყობილებიდან დაალევინეთ ორი ჭიქე და ყველაფერზე უკვე აფრენს. აი რელიგია არის ეგეთი. რაღაცა გამოთაყვანებული ხარ გონებას ვეღარ აკონტროლებს და თუ რამე უთხარი ისე აიჯაგრებიან მეტი რო არ შეიძლება მზათაქვთ ქვები გესროლონ და ამით ადასტურებენ რომ ისინი რელიგიურ ექსტაზის ქვეშ იმყოფებიან ესე იგი გაბანგულები არიან მარქსმა სწორი თქვა ოპიუმია ხალხისათვის რელიგია ოპიუმია ხალხისათვის მას არ უთქვია ქრისტიანობა ოპიუმი მაგდენი კი იცოდა იმ კაცმა ქრისტიანობაც საკითხული ქონდა და ისი ყოფა სწორედ იქ ორიენტირებდა, სადაც გაბატონდა ალბათ რელიგია და სადაც რელიგია გაბატონდა, უკვე ის მარქსისტვის მიუღებელია. ჩემთვისაც რელიგია მიუღებელია, რომ ვითარცა ოპიუმი ჩემი ცნობიერებისათვის. მე გონება იმიტომ მაქვს, რომ კი არ უნდა გაიბანგოს, უნდა გაცოცხლდეს, უნდა ელასტიური გახდეს, უნდა აზროვნებდეს და მთელი რიგ პრობლემებს უნდა წვითავდეს ჩემი გონება, ინტელექტია ადამიანი. და ძალიან ისეთ დონეზე უნდა შევხედოთ ამ საკითხებს. დღეს რა ფაზაში შედის ჩვენი პლანეტა? დემოკრატიული სოციალური თვალსაზრისით პოლიტიკური თვალსაზრისით დემოკრატია არის, ესე იგი მართლობის ფორმა და სულიერი განწყობა, სულიერი მდგომარეობა, ესე იგი რელიგიურ ფორმას დაექვემდებარა და რელიგიური არის პლანეტა. ჯერ მარტო სახელმწიფო რელიგიებია, როგორი, აი ბუდიზმი, ეს ყველა რელიგიაა, ბუდიზმი, ისლამი, იუდაიზმი, ყველაფერი რელიგია ეს. ის რაც ცოცხალ ღმერთთან არ გვაერთიანებს ჩვენ, ყველაფერი რელიგიად გამოცხადება თავისი რიტუალებით და
აღარ ვლაპარაკობ იმ სექტები და უამრავი სექტებია ყველა იმაში ხო პლანეტაზე და გამოყეყეჩებულიც არის ბევრი ადამიანი. საქართველოს დაიპყრო რელიგიურმა ჰისტერიამ მთელი ერი და ისეთი ხალხიც კი ვინც ადრე ათეისტობდა უკვე მთელი მეებით რიტორიკულად აცხადებს რომ ორწმუნეები არიან და საქართველოა მათი ღმერთი. ამიტომ დიდად განიცდიან როცა საქართველოს რაიმე ემუქრება. ქრისტიანობა არაფერი არ ადარდებს ქრისტიანობას თვით სხეულის განადგურებაც კი, იმიტომ რომ იცის რომ აღდგება. ქრისტიანს არ აღელვებს ახლა სამშობლოს წაართმევენ თუ იმას წაართმევენ, იმიტომ რომ ქრისტიანისთვის სამშობლოს ცნება როგორც ასეთი, ერთი არ ექვემდებარება წართმევას. როგორ შეიძლება წაგერთვას ის, რაც შენი შექმნილი არ არის. ჩვენი არაფერი არ არის შექმნილი და როგორ უნდა წამერთვას ეს? ვინც შექმნა იმისია და როცა მე ურთიერთობა სწორი მაქვს იმასთან, ვინც შემქნა მე, აკი ის მაძლევს იმას, რასაც ქმნის, რომელსაც მე უწოდე სამშობლო და კაცმა არის ის კიდე სად არის ჩვენი ნამდვილი ნავსაყუდელი. ამ წარმავალ იმაში ვერ მოვიკიდეთ ფეხი რა, თაობა მიდის, თაობა მოდის, ღირებულებების გადაფასება ხდება, რაც ადრე მისაღები იყო, ეხლა მიუღებელია. დაიხოცა ხალხი ძალიან წმინდა ომებად გამოცხადებული გერმანია, რა ვიცი ეს რა იყო, ისთვის ომობდნენ, ისთვის დაიხოცა ხო ხალხი და რაღაცა კრეტინიზმი იყო ეს. თითქოს ახლა თუ მოკვდებოდა სტალინი დაემხობოდა ქვეყანა. სტალინიც მოკვდა, ხრუშოვიცი მოკვდა, ბრეჟნევიც მოკვდა, ქვეყანა არის უფრო გამტკიცებული, უფრო გაძლიერებული და უფრო კბილებამდე შეიარაღებული. დღევანდელი რუსეთი ახლა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერია ვიდრე 40-იან წლების რუსეთი ორი აზრი მანდ არ არის. რატო იყო სტალინი ესე გაღმერთებული? თუ ეს მოკვდებოდა, ქვეყანა დაინგრეოდა. და დაცვა და ეწირება ხალხი და არ იქა არ მოკლანისა და არ დაესხანება და დამთავრდა ხო? თუ ჩერჩილიც მოკვდება და თუ ის მოკვდება. წავიდა ის ხალხი, აღარავინ აღარ არის და მათ ერთად წავიდა ის ხალხი, ვინც მაგას იცავდა. სულ სხვა თაობა მოვიდა დღეს. ამერიკაში სხვა თაობა, სხვა პრეზიდენტია, სხვა აღირებულებები აქვს, სხვა ტექნიკასთან ურთიერთობა, სხვანაირი, სულ სხვა გართობა აქვს. ხედავთ, ამ კუთხით რო შედიხართ, როგორი ამაოება არის, მართლა რასებძვი, ვისებძვი, ვის იცავე, რა პაგონები, რის კაპიტანი, რის მარშალი და რამ გამოგალენჩა. დღევანდელობიდან მაინც ვინც ესე იგი შეეწირა სტალინურ იდეოლოგიას, რა ვიცი, ის ყველაზე საცოცხლე ადამიანი ყოფილა. და ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა და ამ წინააღმდეგობის გამო გარდაიცვალა, ის კიდევ უფრო ადამიანი ყოფილა ხო, ვინც გარბოდა იმ ქვეყნიდან. რადგენოდა ესეთ სამშობლო იცი, რომელსაც განაგებს ათეისტი კაცი, ტყავსაძრობს ყველას და შენ კიდე ებრძვი, რა ვიცი, აი თვითონ ჰიტლერია, რა განსხვავება იყო ჰიტლერსა და სტალინის შორის, ორი სულელი კაცი ხო. საშინელებაა რომ გადახედავთ ისტორიას და როგორ დაგენანებათ სიცოცხლე ასე უაზროდ დაასრულოთ. რა არის, რისთვის ვუმობთ? მოკლედ შენი ეს ქვეყანა? მე აღარა ვარ, მე არაფერი არა ვარ. მე შეუნდა მოგემსახურო. და რა კარგად იყო შეპარებული, იცით, სამშობლობით, რომ სტალინი კი არა და სამშობლო და რომელი სამშობლო? აღარ არის საბჭოთა კავშირი. და ქართველებიც საბჭოთა კავშირს იცავდნენ, როცა გარეკა სტალინმა 700.000-მდე ქართველი, ხო? პროცენტულად ყველაზე მეტი ის ქართველები წაასხა იქ. აი ამ გადასახედიდან ეს სრულ ყველაფერი ანულირებული არის. აი თუ არ არის ამაოება, და ყოველივე ამაოა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მუდამ ეს, რასაც ვაკეთებთ. თუ ამაოებაში ვზივართ, ჩვენი საქმე შავად არის. გამყარებული არაფერი არ არის ამ ამაო ქვეყანაში. ეს ამაო არის. ფაციფუცია. და აი აქ შეიძლება ემოციების ხარჯვა, აქ საჭირო არის ცხოვრება. წყნარი ცხოვრება. ივანიშვილის ხმის მისაცემად ახლა თავში რაღაცა მოხდეს, ნამდვილად არ არის სწორი და დამიჯერეთ ივანიშვილი არ არის პროგრესული ნაბიჯი. არანაირად არ არის პროგრესული ნაბიჯი. ეს არაფრის გამკეთებელი არ არის ეს კაცი, არა. სულ დაამხობს ყველაფერს. აი ვინა ეს უხერხემლო და საერთოდ ამას ვინ ეკითხება და საერთოდ ამას გააჩერებენ. ეს ვერ გაძლებს ერთ წელსაც კი. და სააკაშვილო 8 წელი მაინც აგერ მაგრად არის კიდე. ეს ვერ გაძლებს, ესე ადვილი არ არის ქვეყანა მართო რა, ბიზნესიდან, რა ბიზნესიდან იცი? აი ესე უცებ რაღაცა ვიღაც სადღაც ქერის ერუმოში ჩაჯექი და წილში რო გახვედი და გაგამდიდრეს. რა ბიზნესი, მაგისი არაფერი არ არის. მაგას არაფერი არ გაუკეთებია. მაგრამ წარმოება აქვს და მაგისი პროდუქცია გამოდის? არაფერი არ გამოდის. ხო, არ არის ის მაგი. ბევრჯერ ვილაპარაკე რომ ამგვარად არაფერი არ აქვს. ნუ აი თავის სახელობის არის რამეს უშვებს პროდუქციას, ან საჭმელს, ან საცმელს, ან მანქანა რა ბიზნესი, აი საიდან გამდიდდა? ხო, რაღაცა კანტორაში იჯდა, რომელიც ჩვენთვის დამალული არის და რაღაცა კანტორა გამდიდდა, ეგეც იყო იმ კანტორაში და მაგიტომ ერგო რაღაცა ეხლა რა გაყიდეს, რა გამოყიდეს ჩვენ არ ვიცით. ერთი კი ვიცი, ამას აფილერში უქმნია. კომპანია არ არის დაარსებული, აი ივანიშვილის კომპანია და უშვებდეს მასიურად ტანსაცმელს, თუნდაც კოსტუმს, რაღაცა კაბას და მანდიდან ტრიალებს და მაგარი ამ ფეხსაცმელების რაღაც ახალი მოდელი შეიქმნა, ამან მოიგონა და დაუდო საფუძველი, ან რაღაცა მანქანაში, რაღაცა მანქანებში. არაფერი არ არის, ხო? მოკლედ უცნაური ბიზნესმენია მოკლედ. საბჭოთა სივრცეში გამდიდრებული ხალხი ეგ ჩემთვის უცნაური ბიზნესმენები არიან.
ბიზნესმენები აქ არიან რაღაცა შექმნეს, რაღაცა აქვთ წლობით, ასწლობით, გადაეცემა თაობას, რაღაცა კომპანიები, მსხვილი, რაღაცა. გასაგებია. ქმნიან ესენი რაღაცას. General Motors ესენი რაღაცები გასაგებია, რატო გამდიდრდებიან ესენი, იქ Mercedes-ი, იქ BMW, გასაგებია ეგენი და აი ეს რა მე მილიარდელი და ეს ურით მოთრეული რაღაცა რა. და ამ კაცს რო გაუჩნდება სურვილი იმისა, რომ ამას პრეტენზია აქვს ქართველი ერი მართოს, ცოტა სასაცილო არის რა. გაგებაში არ არის. ამიტომ ვიძახი ახლა ამას რო აყვები ახლა და იქ დაგაგორებენ და ციხეშიდაც გირტყამენ და საერთოდ ქით გაგისტუმრებენ, ძალიან დაბალი დონეა. რისი გულისთვის აი? რა შეცვლი? რა უნდა შეიცვალოს ახლა ჩვენთვის ზრუნავს ეგა თუ რა? და ვიძახი ეგ უკვე ის არაფერი საერთო არ აქვს მეთქი რწმენასთან მაგას ეგ სოციალური ინსტიტუტი არის თავისი სამუშაოთი და ვინაიდან შენახვა არის საჭირო და რაღაც გამოყვება იმისა და თან უშრონ უზრუნველად იცხოვრებ, არავინ რევიზია არ აკავს არაფერი, ძალიან ბევრი გადაბარგდა იქა, ხო? ძალიან ბევრი სხვათა შორის GPI დამთავრებულები არის. ესე იგი, რას ნიშნავს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი? ეს არის ისეთი სპეციფიური განათლების მიღება, როდესაც ადამიანს სამყაროს აღქმა ესთეტიური ეკეტება და უფრო მათემატიკურ ტექნიკური არის. ეს ვიგულისხმდა. სიბნელე რო ვიგულისხმდა, სიბნელე ჩემი ლექსიკონში არის სინათლის გაუგებრობა. დაბნელია კი? სანამ არ გაიხსნება ჰორიზონტი, არ განათდება, ხო? ბნელი მე ნეგატიური გაგებით კი არა ვთქვი. ბნელი ვთქვი იმ გაგებით, რომ ღმერთი არ არის მათ თავში. თორე ის შეიძლება ტექნიკაში ჩვენზე ძლიერი იყოს. კარგი, თქვათ ელემენტარულად ერკვეუდეს რამაში და რატომ დავსვი საკითხი ასე? შემთხვევითია ის, რომ ესეთი ხალხს უფრო იღებენ ვიდრე ფილოლოგები და ისტორიკოსები. ესენი უფრო ემოციაზე აყოლილი ხალხია და მათთან მეტია შანსი, რომ სინათლე შევიდეს და ქრისტეს ეზიარონ. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ უფრო მეტად ესეთი ხალხი შეგრეკა ჯერ კაკებემ. სულ ძირითადად 50-იანელები და 40-იანელები არიან ჯერ კიდე მომქმედი. ჯერ ახალი თაობა არ შესულა მანდ და რატომ ჰუმანიტარული ის არ არის უფრო მეტი? ჰუმანიტარული ნაკლები არის და მე მგონი არც არის. ამათ უფრო რაციონალური და ესეთი მიდგომა აქვს და დაკეტილი არის ეგა და ტექნიკური ის შეზღუდული არის ამ თვალსაზრისით. ტექნიკოსი ოპერირებს ყოველთვის რაციოთი და ისეთი რაციოთი რომელიც მარტო ცთაში შემოდის და რაც თისიკით არის, იმას არ აღიარებს, არ არსებობს. და ჩანს კიდევ ჩვენი სამღვდელოებაში, მაგ კუთხით თქვი, რატომ არ მუშაობ შენი სპეციალობით, ფიზიკური დაამთავრე, რატო აღმოჩნდი იქ, იმიტომ რომ მარტივია ისა. იქ ვერ შეინახავ თავს, ფული არ არის, არაფერი არ არის, სამუშაო არ არის. გადაბარგდა იქა. მერე რო გაივლიდა ამ იმას, იქ შემოწმება არის ყველაფერი ახლა, ელემენტარული გასაუბრებაა ყველგან და როგორ არის თუ სურვილი არის, სურვილი უნდა ქონდეს ყოველთვის ისეთ ადამიანს ეკლესიაში შესვლის, რომელიც არის ძალიან ძლიერი, ნიჭიერი ადამიანი და ჰუმანიტარი. ესე იგი ჰუმანიტარი ყველაფერი უნდა იცოდეს ადამიანის შესახებ. ჯობია ესეთი ხალხი უნდა იყოს იქ. სულ ცოტა ფილოსოფოსები. თეოლოგები, ყველა ფილოსოფოსები იყო ისტორიაში რო გადახედავთ. ესე იგი ფართო განათლება ჰქონდათ მათ, უფრო ყოვლის მომცველი. აქ კიდე ჩაკეტილია ესა და სიბნელია მეტი და სადაც სიბნელია, ხო იცი იქ უკვე დამთავრებული, შენ აღარ გაგიშვებენ აღარსად. და ნახეთ როგორ ახალხი არის შეყრილი მაგ თვალსაზრისით თქვი, რატომ არ არიან უფრო მეტი იქ დენადობა კადრებს რო არჩევდნენ, რატომ რაციონალისტებს, ფიზიკოსი და ეს ფილოლოგი რო იყოს, ან რომელიღაცა ჰუმანიტარი, იმას რაღაცას გავაგებინებ. იმიტომ რომ მასში ემოცია და მეტი ის არის ტრანსცენდენტალ წვდომის სურვილი. იმიტომ რომ აი რაც არ იხსნება გონებით, არ იღებს. მე უბრალოდ ხაზი იმას გავუსვი, რომ გონებას აქვს ისეთი ისა მიცემული. და ან ჩაკეტავ გონებას, ან გახსნი და თუ ისეთ პროფესიასთან მექნება მუდმივი ურთიერთობა, რომელიც მე მიკეტავს გონებას, ნაკლებია შანსი ღმერთთან მივიდე. თუ თელი ძალისხმევა არ მოხდა და ღმერთი უშუალოდ არ შემეხო. ეგ აღნიშნე მე ტექნიკური ინტელიგენციის წარმოადგენლების შემთხვევით არ არის მეთქი, რომ უფრო მიღებული არის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვიდრე ჰუმანიტარები. ჰუმანიტარები რომ ბევრი იყოს, შანსი მეტია გაიხსნას რაღაცა და იეზიარონ იესო ქრისტეს და რაღაცას მიხვდნენ და უკვე შეცვალონ რამე. სხვათა შორის მე შემოგთავაზებთ სხვა ინტერპრეტაციასაც. სწორედ მამა არჩილია რატო გავიდა იცით? მას მეტი ქონდა კიდე იმას და არ უშვებ. მის შეცდომა ის არის რომ ეგ ჩაჯდა მაინც და შეეგუა. არ უნდა დარჩენილიყო და ნახე ვინც იყო ჰუმანიტარული, ყველა გამოვიდა იქიდან. იყო ბევრი ჰუმანიტარი ახლა ახალგაზრდები და მიატოვეს წამოვიდნენ. თუ არ მაძლევს საშუალებას შენ და ესე მოუშვტინო? მამა არჩილს ქონდა საშუალება. რომ ეს რომ დაატყეს რომ ეს მართლა მიდიოდა. სხვათა შორის ჩემს საუბარს ეგ უფრო გაიგებს ვიდრე ტექნიკური ინტელიგენციის მართლმადიდებელი წარმოადგენელი. ეგ უფრო ბევრ რაღაცას მიხვდება. დაეწყო უკვე ამ სიბერეში ახლა მამა არჩილს თორე ისე თავის დროზე ეგ გაბედულ რაღაცებს იძახთ 1-2 ხო მოვისმენე მე ადრე ესე იგი 80-იან და 10-იან წლებში როცა გამსახურდია მოვიდა. მაგი უფრო მეტად ახსენებდა იესო ქრისტეს ხო
ხო და მე არ ვინ გაგიშვებს იქ რო ხარ აქ უფრო განდგომილი იყო შედარებით არ მიღებული იყო ეგა მიღებულად არ ითვლებოდა ეგ კაცი და ამიტომ იყო ზვიადისტი გამიგეთ ბოლოს ეგ უკვე და ცოტა შიზოფრენიაში გასულა ცოტა უკვე ზედმეტად ფანტაზიები და ზედმეტად პენტაკოსტური რაღაცეებიც შევნიშნეთ ზაზაპრებში გავიდა რა სიზამთ ეგრე არასწორად როცა ურთიერთობა არასწორია იესოსთან სატანა ამით ხელმძღვანელებს და მოგაფშტვენებს და ეგ უხარია მაგას ზედმეტად არ არის საჭირო იცი რომ რაღაც არიქა და ექსტასები და ხილვები და ამბები ასე თუ ისე მაინც კომუნისტებში აღზრდილი კაცი იყო და კომუნისტური იმით იდეოლოგიით ნასაზრდოები კაცი იყო მხოლოდ ჰუმანიტარული იმით განათლებით და ესე შევიდა ეკლესიაში და მაგიტომაც არ მიიღეს იმიტომ რომ ჰუმანიტარული მაინც ფართო განათლების იყო და ზედმეტად შეიძლება კამათობდა ეგ ვიღაცებთან და ეგ ხალხი ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები არ კამათობენ, მორჩილები არიან, უფრო მშრალები არიან, უფრო გაწონასწორებული და ჰუმანიტარები, უფრო იმპულსურები და უფრო ემოციურები არიან. ხო, შეგნებულად იყო ეგ მეთქი ეგ აღვნიშნე მე მაშინ. და დღესაც ეგ ტენდენცია არის. ფილოსოფოზე ლაპარაკი არ არის, ფილოსოფიური განათლებით მათ არავინ არ მიდის. დაკომპლექტებული არიან აი ინჟინრები და ესენი და კარგად არიან რა. მე გადახედეთ ძირითადად კახეთის რეგიონი და მთიულეთის რეგიონით არის სავსე ის საეკლესიო ის კადრები არ არის წარმოდგენილი დასავლეთის საქართველოს ცნობიერება ხო ვთქვათ მეგრელები გურულები იმერლები არ არიან და რატომ ისინი ტემპერამენტიანი ხალხია და რაღაცას მაინც იმას იზამენ ხო და ესენი წყნარები და ალაპარაკობენ ისე მთიული ხალხი ხო ძალიან ისე დაჩუტულებივით არიან აი შიოლაშვილი მთელი ცხოვრება იყო დაჩუტული მაგას ემოციურად არაფერი არ უთქვია გადამდები არ იყო მის ვისაც ემსახურებოდა ეგ ერთგული დარჩა იმისი ბოლომდე შიოლაშვილი ბოლომდე ერთგულია ხო მაგი შემოაგზავნეს და ძალიან ძნელი იმაში რეგიონში შემოიყვანეს რუსებმა ეგა სხვაგან განათლება მიღებული სხვაგან დაბადებული ეროვნებით ოსი მერე გაქართველებული გარუსებული მოკლედ მასში ყველაფერი არეული მოკლედ თუ ვინმეზე თქმის ქართველი არ არის აი შიოლაშვილი ნამდვილად ქართველი არ არის არც აზროვნებით არც ტემპერამენტით და არაფრით შემოგზავნილი კაცი იდგა ქართველი ერის აი სულიერ მოძღვრად და ასეთ ტიპს რო ჩაბარდები ახლა გამორიცხეთ სამოთხეში და ქრისტესთან მისვლაზე თუ წინამძღოლი მაგარი რამეა ხო თუ თქვენ მთაში აირჩიეთ ისეთი წინამძღოლი რომელიც ვერ ერკვევა ამ მარშრუტში დიდია შანსი რომ დაიღუპოთ უღელტეხილებზე და იმებზე ყოველთვის ისეთ კაც ქირაობენ ვინც ზეპირად იცის ბილიკები და გაგვიყვანოს ყველა პირობებიდან ეს ნისლი იქნება თუ რაღაცა მე თუ მეტად შემოკარგებო ეს ისეთი რამეა სულიერება და იქითა ცხოვრება და სამოთხე თუ ზედმეტად კაცს მაგაზე აი ესეთი ძლიერი სიყვარული და წარმოდგენა არ აქვს და თლიანად ერთგული არ არის ღმერთების გამორიცხულია იმას გაყვეს შენ გაყვები და ტყავი გაგძურება და ახლა ერთი მაინც გავიგე რომ შიოლაშვილს მე არსად არ წავყვები არსად არ წავყოლილი ვარ და მისი აზრები საერთოდ მე მიუღებელია ჩემთვის ცხოვრებიშთაც დამტკიცდა ხო თორე ისე ახირებული ხო ვარ მოусმინე თუ ქრისტია რა კაი წინამძღოლი ამის უნარი კი უნდა ქონდეს ადამიანს რომ ვინ ავარჩიოთ ჩვენ ოკეანეში სამოგზაუროთ წინამძღოლ კაპიტანად ვინ დავნიშნოთ მფრინავად ვინ დავნიშნოთ ამის უნარი თუ არა გაქვთ თქვენ შავად არის თქვენი საქმე ეს უნარები გვაქვს ჩვენ მოგცა ღმერთმა ახლა ამას ახლა დიდი ის უნდა პატრიარქი არ ვარ მაგრამ ის უნარი მაინც მოგცა ღმერთმა და ყველას მისცა რომ შენ წინ არსებული ტიპი ეგ წინამძღოლი იქნება წინ უნდა გამიძღვეს მე და სამოთხეში შევა და შემიყვანს გამორიცხეთ ეგა და ქართველი ერი კიდე არ უნდა ამის დაჯერება თუ დაგინებული აქვს თუ რაღაცა შეშინებული მონუსხულია თავისი პრობლემაა ყოველთვის ამას ვიძახდი და ამას გავიმეორებ ეს კაცი წინამძღოლად არ გამოდგება ჯერ ერთი ქრისტიანობის თანახმად წინამძღოლი აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ წინამძღოლი არის იესო ქრისტე. სხვა წინამძღოლი არ არის, იმიტომ რომ მამასთან ვერავინ ვერ მივა, თავად მაცხოვარმა თქვა, ვერან ვერ მივა მამასთან, თუ არა ჩემითო. მაშინ რატო თქვა ეგ ფრაზა? თუ შეიძლება მამასთან მისვლა შიოლაშვილით, რომელიმე ადამიანით შეიძლება. აი ეს ფრაზა რატო თქვა მან? ჩემთვის ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მამასთან ვერან ვერ მივა, თუ არა იესოთი. მე ავისი გზეგანე, იესო მიმიყვანს მამასთან. შიოლაშვილი ვერ მიმიყვანს. ვინ შიოლაშვილთან მიდის? ვნახოთ ერთი საწავა. ქრისტეს არ დაუჯერო მე და დაუჯერო ვისა? ბეყე ხალხს. მოკლედ, იყო ქრისტიანი, ვის უჯერებ? ქრისტეს ხო? აბა გადახედე ქრისტე რა სიცახის. მეტაფორაა ეგა თუ რა არის? ეუბნება მოციქულებს, რომ ვერან ვერ მიხვალთ მამასთან, ჩემს გარდა. ეს უთხრა ვის? აი ფარისევლებთან რო დადიოდა ხალხი. ესენი ვერ მიგიყვანენ. დგანან, თვითონ არ შედიან, არც ხალხი შეყავთ. ეგრე თქვა მან. რატომ გონიათ რომ ეს არ არის ჩვენ ეკლესიის წინამძღოლებზე და შიოლაშვილზე? ამას ეუბნება იესო ისრაელერს და მის ყველაზე ელიტარულ, რელიგიურ ელიტარულ სახეებს. და ერთ-ერთი ძლიერი იყო პავლე. თუ პავლე ვერ შევიდოდა იქა, შიოლაშვილი შევა. და რო გაიგო პავლემ რომ იქ ვერ შევიდოდა, გახსოვთ რა გააკეთა?
იესოს გაყვა. თუ დარჩებოდა მაშინ ის ფარისევლად. დარჩებოდა ის ამ რიტუალებში, რელიგიურში და მარხულებებში და შაბათებების დაცვებში და ემეებში. გარდაუჯერეთ ჩვენ იესოს? თუ ღმერთია? და თუ ღმერთი არ არის, რა დღესასწაულებს აღნიშნავს, რამდენი წინააღმდეგობაა მეგობრებო, ისე ქართულ სივრცეში გაგიჟდებით რა. მე მარტივად ვიზახი, მე უჯერებ ქრისტეს და არა შიოლაშვილს. შიოლაშვილი არის ქართული კულტურის წინამძღვარი. და ვისაც უნდა ეს გაყვეს მას. მე როცა ლაპარაკია 64-ზე იქითა ცხოვრებაზე, ეგ წინამძღოლად არ გამომადგება და ვისაც საქართველოს აშენება უნდა, საქართველოს წარსული და მიყევით შიოლაშვილს ბატონო. უცნაურია, ხალხს უნდა 64-ში შესვლა, მაგრამ შიოლაშვილი არ მიდის მაგზით და ვერცერთი მღვდელი ვერ მიდის მაგზით. არავინ არ მიდის მაგზით. ეს გზა მხოლოდ იესო ქრისტესია. ეგ არის წინამძღოლი. ეგ არის კომპასი, ეგ არის ყველაფერი, ეგ არის მანათობელი, ეგ არის ფანარი. ყველაფერი იესო არის. აბა პავლე რას ხადაგებდა? პავლე ხადაგებდა მე მომყევით და შეგიყვანთ 64-შიო? პეტრე იძახდა იმას, მე მომყევით და მე წაგიყვანთ 64-შიო? ორივე მიგვანიშნებდა იესოზე. როგორც წინამძღოლზე, როგორც კარებზე, როგორც მწყემსზე, როგორც პურზე, როგორც წყალზე. და ყველაფერი ეს იცით რა არის? კარებით სავალდებულო არის. ძალიან ძლიერი სიმბოლოა. წყალი ხო მაგისოთ ვერ გაძლევთ. პუროთ ვერავინ ვერ ძლევს. პური როცა აღარ არის, შიმშილობა იწყება. ნახეთ რა ზე მიგვანიშნებდა ეს რამდენი რამეა ჩამოყრილი. მწყემსი? ასე რომ მე უჯერებ აი ამას. არის ხალხი რო არ უჯერებს ამას, უფრო უჯერებს შიოლაშვილი ხადაგებს საქართველოს ისტორიას, მის წარსულს და ქართველობას. ესე იგი, შიოლაშვილს ხალხი მიყავს მატერიალური საქართველოსკენ და ექცევა ყველაფერი. გავარკვიოთ რა, როცა მართლმადიდებელი მორწმუნე იმით შორ მეუბნები, სად გინდა წასვლა? 64 გინდა? იქითა ცხოვრება აღდგომა? კი, მაგრამ შიოლაშვილი იქ მიდის. გაარკვიე ეგ საკითხი, იქ მიდის? თუ იქ მიდის, წაყევი და მეც მოყვები. მე გავარკვიე და ვიძახი, შიოლაშვილი იქ არ მიდის. შიოლაშვილი ეს არის საქართველოს ისტორიის კარებთან დგას და საქართველოს ისტორიის მუზეუმის პატრიარქი არის. მანდ არის ქვეყანაწმინდანები ყავს მანდ და ქართველობა და საქართველო და ამბავი და ეს არის მატერიალიზმი და შენ კაცო ამასთან რა გინდა? ქრისტესთან რატომ არ ხარ? ქრისტიანი ეს არ არის და ამ ხრივ არ არის შიოლაშვილი ქრისტიანი თორე ისე ქართული და საქართველო და იცოცხლე. რატომღაც ნახეთ რელიგიური ეს ფორმა აღებული როა საქართველოში ეს არის სწორედ ქართული კულტურის დამცველები. წინწკლებში, რომელიც არ ვიცი რა კულტურა არის. და რა კავშირში ეს 64-სთან? რა კავშირში ეს იქითა ცხოვრებასთან? არაფერში. და მე კიდე მინდა იქითა ცხოვრებაზეა ხო ლაპარაკი, მორწმუნეს რა რწმენა აქვს, რომ დამთავრდება ეს ცხოვრება და გადავიდე იქით. შიოლაშვილი სად მიდის? იქითა ცხოვრებაში საქართველოზე დავით აღმაშენებელთან წაგიყვანს? არ მინდა მე დავით აღმაშენებელთან მისვლა. არც ქეთევან დედობალთან მინდა, მე არ ვიცი ეგენი სად არიან. მე მინდა მისვლა მამასთან. მამასთან კიდე შიოლაშვილი არ მიდის, იმიტომ რომ იესო ქრისტემ თქვა, ვერავინ ვერ მივა მამასთან. თუ მე არ ვიქნები მისი წინამძღოლი. ჩემს გარეშე თქვენ მამასთან ვერ მოხვდებითო და დაუჯეროთ იესოს ბატონო. არ დაუჯერებთ, ტყავი გაგძვრება. ძვრება ქართველებს ტყავი. მე და ჩემი პატრიარქი და პატრიარქი ყოფილაზე, ჭკვიანი და ბრძენი და გასაგებია რატო შეეტენა მთლიანად მთელი საქართველოს ელიტა პატრიარქს. საქართველოს ესა გადაარჩენს და სააკაშვილი ღუპავს. გახწნა და გათახსირება სააკაშვილიდან მოდის ქართული ტრადიციების შენახვა შიოლაშვილიდან. ვინმეს უთქვია რომ შიოლაშვილი მიდის 64-ში? მე არავისგან არ მომისმენია. ესე იგი ქართველებს 64-ის რწმენა არ აქვს. და შესაბამისი ლექსიკონიც. ქართველები, საქართველო, კულტურა, ძეგლები, მეფეები, ტრადიციები, ქელეხების დაცვა, ქორწილების, ტირილების, ყველაფერი ამას გეთანხმებით, ეკლესია იცავს. მე კიდე ვიძახი იქით მინდა გასვლა. ამ სამყაროდან იქით მინდა წასვლა, ვინ მიდის იქით? იესომა თქვა, მარტო მე შემიძლია ეგ. ჩემ რწმენაში შენ აღდგები. ჩემს გარეშე მამასთან ვერ მიხვალ. იმიტომ რომ ეგ უფლება აქვს იესოს. იესოს უთხრა მამამ, ვინც შენ გიწამებს, აი იმას მივიღებ. ვინც შენ გაღიერებს, იმას ჩაუთვლი მე, ცოდვას როგორც გამართლებას. და საშუალება აქვს იმას ჩემთან ილაპარაკოს. ასე რომ ქრისტეს მეშვეობით მამასთან კავშირის აღდგენა განხორციელებული არის. ამაზე კარგი ამბავი კაცო მე არ მომისმენია და შიოლაშვილთან, ამ ყრმუგდლებთან, ამ გაქონელი ტუჩებითა და იმეებით, სულ ყანწები რო უჭირავდა, უჭამენ და სვამენ და არაფერს არ იკლებენ და მიწიერი მეებში დაგრიალობენ და საქართველოს ისტორიას იცავენ და ქართულ კულტურას. არა მაქვს პრობლემა, დაიცავი კაცო, მე იქითა ცხოვრებაზე ვლაპარაკობ, იქით სიკვდილის მერე ავდგები? შენ იცი იქით წარმოდგენები გაქვს? 64-ის არსებობა შენთვის სარწმუნოა? არის 64? ავღდგები? ვიქნები მე იმ ხალხთან, ვინც უკვე გადავიდა ღმერთთან? შენ იქით მიდიხარ? რატო არ მელაპარაკები ამაზე? თქვენ მოგისმენთ შიოლაშვილზე იქითა ქვეყანაზე ლაპარაკი? მე არა. კაცი გამოდის ყოველკვირა და მისი ქადაგებები ეს არის მიწიერი რაღაცა განცხადებები. აი მიწაზე მოწესრიგება, საქართველოს ისტორია, საქართველოს კულტურა, ძეგლების დაცვა, ეკლესია მონასტრების გარემონტება.
ხახნო, ეკლესია მონასტრებით გადავრჩები? თურქეთის ტერიტორიაზე ეკლესია როა მიტოვებული, იმას თუ აღვადგენ მე და რესტავრაციას გავუკეთებ, უკვე გადავრჩებით, ის ჩვენი კულტურა ყოფილა. რას ლაპარაკობ? რა კავშირში ეს იქითა ქვეყანასთან, კაცო? იქ ძეგლი იქნება, არ იქნება, რა ძეგლი, რის ძეგლი, რომელ ძეგლზეა ლაპარაკი? იყო დაობა, იყო ჩვენ ტერიტორიაზე ძეგლები, იყო ჩვენი ტერიტორია, ეგ დავკარგეთ, ეს აღმოჩნდა სხვის ტერიტორიაზე. რაღა მინდა იქა? გადახვალ ყავი გაგძვრება. აღარ არის ჩვენი ტერიტორია, წაგვართვა ღმერთმა. ლაპარაკია იშხანი, ოშკი, ბანა, ესენი იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. თურქეთის ტერიტორიაზე კი არ იყო აშენებული. ოდითგანვე ეგ იყო საქართველოს ტერიტორია, ვრცელი იყო საქართველოს ტერიტორია, იყო დასახლებული ქართველები შეიძლება უფრო მეტი ვიდრე ხლა არიან, ზოგი წყაროებით 10 მილიონი, 12 მილიონი და თანდათანობით ჩვენ დავკარგეთ, დემოგრაფიულადაც გავღარიბდით და ასევე ტერიტორიები დავკარგეთ. დაკარგული ტერიტორიებზე იყო ეკლესია, მონასტრები, რომლებიც აღმოჩნდნენ იქით. ეხლა მე რა მინდა მივიდე გავარემონტო, იშხანი ჩვენი ყოფილა, თურქები არულიან, მე გამიშვი მე მოუარო. ავათახარ ესე იგი რა. შენ იმაზე იფიქრე ტერიტორია რა დაკარგე. და ეხლა აქეთ დაკარგე აფხაზეთი. ეხლა ოსეთი დაკარგე. 100 წლის მერე ოს გაუხურებ, იცი, მათ ჩვენი ეკლესია იყო, მოუარეთ, მე აფხაზ გაუხურებ, მათ ჩვენი ეკლესია იყო, არულით, შემიშვით. ზოთა დაფიქრდი რა კაცო რა. რატო დაკარგე ტერიტორიები? ტერიტორიები ზოგადად იყო ეკლესიები. როგორ დაგაკარგინებს ღმერთი თავის ტაძარს, სადაც მისი სახელი განდიდება დღე-დაღამე? აი მას შეიძლება დაგაკარგინოს ეგა. ესე იგი იმ ეკლესიებში არ იყო ღმერთის განდიდება. წართმეული იქნებ ტერიტორიები თავის შენობებით. დაასკვნა ნული. რა არის აქ მეუღებელი? მეტოდ პირადად ჩემთვის არის ცხადზე უცხადესი. თუ მორწმუნე ადამიანი უნდა გაარკვიოს რა რწმენა აქვს. მორწმუნე იყო ნიშნავს იმას, მე მწამს იქითა ცხოვრების. მე მწამს ცოცხალი ღმერთის არსებობის. მე მწამს ღმერთის როგორც ყოვლის შემძლეს, ყოვლის ბრძენის. აი ესეთი ღმერთი მწამს მე და მე მინდა მასთან დაბრუნება. ვინ მიდის მასთან? იმას წავყვები. მიდის შიოლაშვილი? მივყვები, მაგრამ შიოლაშვილი არ მიდის. მარტივი მიზეზით. იესო ქრისტემ თქვა, მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. აი რატომ არ მივყვები მე პატრიარქს? აი რატომ არ არის ჩემი პატრიარქი? ეგ არ არის ჯერ ერთი პატრიარქი. პატრიარქი არის აბრაამი, იაკობი, ისააკი. აი ესენი არიან პატრიარქები. იოსები, დავითი, სოლომონი, ეგენი არიან პატრიარქები. ეგ ვინ არის? ეს არის ერთი ვიღაცა შემოპარული საბჭოთა კავშირიდან განათლებით შემოპარული აკაკების მიერ დანიშნული პიროვნება, რომ ქართველები არ შევიდეს სამოთხეში. აი ეგ არის კაცი, ამას ასრულებს 100%-ით. არც ერთი ქართველი ვინც მაგასთან არის სამოთხეში არც იფიქროს, ვერან ვერ შევა. ქრისტემ თქვა ეგა. ხართ შიოლაშვილთან? ჩემთან არა ხართ. რა მარტივი ჭეშმარიტებებია განცხადებული ბიბლიიდან და ხლა. აქ უკვე რწმენის საკითხია. კი ბატონო გაყევი, რა პრობლემაა? ვინ გიშლის რო? მე თავი დამანებე, ჩემი გზა გარკვეულია, იესო მითხრა, ჩემთან ახარ მამასთან მიგიყვანო. და ეს მარტო ქართველზე კი არა თქვა. დედამიწაზე დასახლებული მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს, რაც თქვა იესომ. ვერან ვერ მივა მამასთან, ვერც მუჰამედი, ვერც ბუდათი, ვერც რიტუალებით, ვერც საქართველოს ისტორიის სიყვარულით, ვერც მღვდლებით. ვერავინ, ვერსად რა რელიგია, ვერან ვერ მივა. მამასთან მივიან მარტო იესო ქრისტეთი. აი მისი დამსახურება. აი რატომ აღდგა იგი? აღდგომით დაადასტურა მან ეგ სწორედ გამოგზავნილი იყო ჩვენთვის ეცნობებინა შერიგების სასიხარულო ამბავი. ცოდვისა გამოსყიდვისა შემდეგ შერიგებული ვიყავით მე ვითარცა ცოდვილი მამასთან. და იესო ქრისტე ეს არის ჩემი შუამავალი. და ამას მე სულიწმინდა განმიცხადებს, როგორც იესო დამპირდა ნუგეშიცემლის სახით, როცა გარდაცვლის მერე, ამაღლების მერე 50 დღეს გამოუგზავნა ყველა მორწმუნეს. ირწმუნებს ნებისმიერი მორწმუნე ამას სულიწმინდის მეშვეობით განუცხადება იესო ქრისტე როგორც შუამავალი, როგორც გზამკვლევი მამასთან და ჩვენ გვყავს ერთი შუამავალი, ერთი შუამდგომელი. ეს არის ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენ მას ვთხოვთ, მამასთან რო საუბრობთ ქრისტეს სახელით. მამაო ჩვენო, ქრისტეს სახელით. თორე ამან დაღვარა სისხლი და არა შიოლაშვილმა. ჩემი ცოდვების გამოსასყიდად. და სხვათა შორის შიოლაშვილის ცოდვებიც გამოისყიდა მან. ეგ არის ეს შიოლაშვილმა. კიდევ ვიმეორებ, გჯერათ თქვენ? დარწმუნებული ხართ ბოლომდე რომ იესოს სიტყვები ეს 100%-იანი ჭეშმარიტება არის? თუ ეს ისე თქვა რა, და მე თუ უშვებთ თქვენ ესეთ რამეს, რომ იესო ქრისტეს ახასიათებს წინააღმდეგობა. დღეს ამას იტყვის, ხვალ იმას იწახის. იესო ქრისტე არის პიროვნება ღმერთი, რომლის სიტყვები არასოდეს არ წინააღმდეგებიან ერთმანეთს. ერთმანეთს ავსებენ, ავითარებენ და მუდმივი მარადიული ჭეშმარიტების მატარებლები არიან. ერთ-ერთი ჭეშმარიტება აბსოლუტური მისაღები ყველა ადამიანისთვის არის ის, რაც იესომ თქვა. მოწოდებული წმინდა წერილით, განცხადებული, ჩაწერილი სახარებაში. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. ალბათონო, წადდე ეკამათით ახლა იესო ქრისტეს. აი ეს არის რწმენა. მე მქვია მორწმუნე. რატომ მქვია მე მორწმუნე? მე მწამს იესო ქრისტეს საქმეებისა. მან გააკეთა ის,
რისი გაკეთების არათუ შესაძლებლობა არანაირი არ მქონდა ძალა კერძოდ გამომესყიდა ჩემი ცოდვები მან გააკეთა ეს მე კიდე ვიღებ ამას სიყვარულით მადლიერებით არ ვიცი როგორ გამოვხატო ის სიყვარული და სიყვარული რაც მან გააკეთა როგორ გამომისყიდა როგორ გადამარჩინა როგორ გამამართლა და ყველანაირი ცოდვა ჩამომრეცხა და მაპატია მე გამართლებული ვარ მე აღარა ვარ ცოდვილი მე ვარ ცოდვის სხეულში გამომწყდელეული გამართლებული აღორძინებული სული რომელიც მამასთან საუბრობს ნებისმიერ დროს და არც ხვენია და არიშინია ბიბლიის მეშვეობით ხანდახან ლუღლუღით და ეს დიდი იმედს მაძლევს ამ დამპალ მიუსაფარ უსიერ ტყეში დედამიწა რო ქვია ამ იმედით ახლა არ ვიყოთ ჩვენ და ვიყოთ შაოსნების იმედით წვეროსნების და დეფექტიანებისთვის ეს სხვისთვის მემინდია იარეთ ბატონო შიოლაშვილის გზით არ შეგიშლით ხელს ერთი სტალინის გზით მოსიარულე ხალხი შევიდა 64-ში რამდენი დადიოდა სტალინის გზით ხო სტალინს ეწირებოდნენ სტალინზე სადღეგრძელოებს სვამდნენ სტალინის გულისთვის ტანკს უვარდებოდნენ საბჭოთა კავშირის სიყვარულით დაიხოცა ხალხი ხო აი პირდაპირ შეიყვანა სამა მეორე კიდე შიოლაშვილი შეიყვანს მორწმუნეებს 64-ში როგორ არ გინდა ასე რომ შემოკარგებო გისურვებთ იესო ქრისტეს სიყვარულს დაისახეთ როგორც შუამავალი დაისახეთ როგორც გზა დაისახეთ როგორც მანათობელი კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც ჩვენ ბნელ გულს ანათებს აიხსენეთ პეტრე დაისახეთ როგორც წყალი დაისახეთ როგორც პური თუ ეს არ არის თქვენთვის იესო მაშინ თქვენ არც ახართ ქრისტიანები იყო ქრისტიანი ნიშნავს იმას რომ ქრისტეს თლიანად იზიარებ ყველა მის გამოვლინებებში და გამონათებებში დაწყებული სამოთხის ვაღიდან დამთავრებული აპოკალიფსით ყველა მისი სიტყვა უნდა ჩავიჭედოთ გულში იგი მწყემსია ჩვენი დედამიწაზე და იგია ჩვენი მასწავლებელი იგია ჩვენი მოძღვარი და როდესაც მღვდლები მის ადგილს იკავებენ დიდ ცოდვას ჩადიან მღვდელმა მისი ადგილი არ უნდა დაიკავოს მღვდელის მოვალეობა არის როგორც პავლე განმარტავს თავის წერილებში დიაკვნებზე ეპისკოპოსებზე განმარტავს იმას რომ ყველა ამებმა თვალყური უნდა ადევნონ ეკლესიაში მორწმუნე ხალხი რომ შეიკრიბება ღმერთის განსადიდებლად სატანა არ შევიდეს მათში ისინი არიან ეპისკოპოსები დიაკონები დიაკვანები განმარტებებია როგორ უნდა იქცებოდეს დიაკვანი და იქ არ წერია რომ აღსარებები აბარე მაგას მონანიება შეიძლება სახალხოთ მთელი მოწმეების თანდასწრებით მორწმუნეების თანდასწრებით ღმერთს ჩავაბაროთ მათ უნდა განმარტონ ქრისტეს საქმეები მათ უნდა განმარტონ სულიწმინდის აქტივობა მორწმუნეში თუ ეს არ გააჩნია ეკლესიაში განწესებულ დიაკვანი იქნებეს ეპისკოპოსი თუ ასე შემდეგ არც ფიქრობთ რომ ისინი ქრისტიანები არიან ამათ დაიკავეს თავის რა კარგად აქციეს იქ პავლესებური ეკლესია დღევანდელი ეკლესია და აი ეს მღვდელია როგორ გეკადრებათ პავლე მღვდელია პავლე მღვდელი შეიძლება ჩაითვალოს პეტრე მღვდელი შეიძლება ჩაითვალოს ეგენი არიან მახარებლები ყველა ეკლესიაში დადიოდნენ ახარებდნენ თუ არასწორად ასწავლი აი ეს იცოდეთ იესო თუ სხვა რამეს ასწავლის მქადაგებელი ყურის მაამებლები მიერ ესეთ კაცს არც მოусმინოთ და ჩვენ ეკლესიებში ლაპარაკი არ არის იესო ქრისტეზე არ არის ბიბლიაზე ლაპარაკი არ არის რა გააკეთა მაცხოვარმა რა არის მისი დამსახურება აღდგომას ახლა თელი ზარზე იმით 15-ში თქვენთან იქნება ნახეთ გადაჭედილი იქნება ხალხით შენობები და კაი პური ჭამებით დამთავრდება ღამე ღრიანცელით და ბოთე ხალხი შეიკრიბება იქა სანთლებით ყავი უნდა გააწრო ეს მკრეხილობაა ხალხო თუ გწამს ქრისტეს აღდგომა მაშინ ქრისტეს სიტყვების ყველაფერი უნდა გჯეროდეს მაგრამ ქართველებს არც ქრისტეს აღდგომა სჯერა და არც დიდი სიბრძნებისა რომელიც განცხადებულია ყველა მიმდევარის მიერ რომელიც ბიბლიაში არიან მოხსენებული დაწყებული ადამიდან დამთავრებული იოანე ღვთისმეტყველამდე ეგ წიგნი დახურულია ქართული ცნობიერებისათვის და სამაგერო დატოვებული არის შიოლაშვილი თავისი დამქაშებით თავისი ეპარქიებით ეკლესიებით შენობებით და აშენებენ ხან მამა დავითის მთაზე ხან იქ დარბიან გიჟები და არა მიკითხავს არა სვამს ტერიტორიები დაიკარგა ხალხნო იკარგა ხალხი გარბის გაუბედურებულია სუყველა რა ჭირი გჭირს ესე იგი არას რაღაცას ვაბრაზებთ ღმერთს ცოცხალ ღმერთს ჩვენ არ ვიღებთ ისე როგორც ბიბლიიდან არის მოწოდებული როგორც დაგვისახა პავლემ და როგორც ამას განმარტავს თავის რომაელების მიმართ იბრაელების მიმართ წერილში როგორც განმარტავს პეტრე აი არის სწავლება ეს წერილები არის სწავლება ეს წერილები სექტანტებისთვის არის გადაგდებული და იმ სექტანტებს აგინებენ დღედაღამე მართლმადიდებლები იმიტომ აგინებენ რომ სექტანტები ბიბლიას უფრო მეტ პატივს სცემენ ვიდრე მართლმადიდებლები და განსაკუთრებით პავლეს წერილებს მიმართულს ყველა მორწმუნესა და ეკლესიის მიმართ თუ სადმე აშენებული არის რაღაცა შენობა სადაც შეიკრიბება ხალხი და იესო ქრისტეს ამბებს და სასწაულებს გადასცემენ და იმ სასიხარულო ყველაზე მთავარ ამბავს აწვდიან რომელსაც ქვია სიკვდილზე გამარჯვება აღდგომა განდიდებული სხეული შეძენა და მამასთან დაბრუნება თუ ამას არ ასწავლი არც თქვათ რომ ქრისტიანები ხარ რომელიმე მღვდელი